სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. უპირველესად ყოვლისა მსურს მოგილოცოთ აწინდელი დღესასწაული, ხსენება წმინდანთა შორის მამისა ჩვენისა, გაბრიელ ავსარებელისა და სალოსისა. დღეს ვზეიმობთ, დღესასწაულოთ მის ხსენებას, მთელი ცხოვრება კი სიღრმიდან მიცვალებამდე ლამის გაატარა ტკივილებში, როგორც სულიერი ესე ფიზიკური, დევნაშების დროებაში, დამცირებაში, მდლობიდან გაყენებაში, ზიარებიდან დაყენებაში და ჟულის კანონის დარღვევითაც კი, რადგან იქ ნათქვამია, რომ იქ ნათქვამია, რომ ორი შური ერთდროულად არ მიაგო, ესე იგი დააყენო მდლობიდან და ასევე ზიარებიდან არეგების. თვითონ მდლობიდან დროებით დაყენებულს აქვს უფლება საკურთხეველში შევიდეს, პირველლოცვა იქ მოისმინოს და წმინდა ზიარებაც წმინდა ტრაპეზთან მიიღოს. ასეთია განჩინება წმინდა და ღმერთშემოსილ მამად. მაგრამ მან ესეც დაითმინა ღვთის მადლი და ყველა ამის წინ მოიგო უდიდესი მადლი, რომელსაც მოღვაწეობის განსაკუთრებულად მძიმე სახით ფარავდა, რომელსაც ქრისტესთვის სულელობა, ანუ სალოსობა ჰქვია. ეს არის მოღვაწეობის ყველაზე უფრო მძიმე სახე. თვით მესვეტეობაზე მძიმეს კი როგორც წმინდა მამები და ეკლესია მიიჩნევს. დაახლოებით 2-3 ათეული წლის წინათ იხატებოდა რა მოციქულთა თავთა პეტრე პავლეს ეკლესია ჩვენთან აც უკვე 4 ეკლესია, ამას თავის დროზე მოგახსენეთ რატომ და რისთვის. მოულოდნელად გარდაიცვალა ერთი ჩვენი მრევლთაგანი. შეეწირა მშობიარობას. წმინდა მამები ამბობენ, რომ ვინც მშობიარობა შეეწირა, ანუ საკუთარ შვილს, მოწამეთა თანას შევლენან სასუფეველში. და თქვენ იცით, რომ მოწამეები ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე და საყოველთაო აღდგომა მჟავრამდე შედიან სასუფეველში. იმდენად მაღალია მოწამეობა, ეს ღვაწლი. როგორც წმინდა თავადუფალი ამბობს, იმაზე დიდი მადლი არ არის, დიდი ღვაწლი და სიყვარულის გამოვლენა, რომ სულითვისი დასდო ქრისტესთვის, ანუ სახარებისთვის, ანუ მოყვასისთვის. და მშობიარობას დედა რომ ეწირება, თან სასიკვდილე განსასწრელი ჰქონდა, მან ეს იცოდა და მაინც ესე იგი სულს დასდევს შვილისთვის, ეს არის ტოლფასი მოწამეობის. პირველი ბავშვი გარდაეცვალა, მეორე ბავშვიც ესე იგი იშვა, მაგრამ 2-3 საათში გარდაეცვალა. დლის მიყვანა ვერც მოასწრესა, ესე იგი წირვაზე ვიყავი თუ არ ვსები რომ შემომიცვალეს, ესე მძიმე მდგომარეობა არის, დედა გარდაეცვალა, ბავშვი მძიმედ არის და როგორიც არის წესი, გამონაკლის შემთხვევაში ერისკაცმა როგორ უნდა მონათლოს ბავშვი, იმ ფორმულით საკუთარმა ბიძამ მონათლა. და ღვთის სასუფეველი დაიმკვიდრა ამ გზით. სრულიად უცოდველი შევიდა ზეციურ სასუფეველში. მოკლედ ეს ძალიან განვიცადე მე ჩვენმა მრევლმაც, მშობლებზე აღარას ვამბობ და ვიახლე მის უწმინდესობას. პატრიარქს და ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იყო, აი მოუყევი ეს ისტორია, ყველაფერი როგორი პიროვნება იყო, როგორი მორწმუნე, რა განცდები იყო მრევლში ამის გამო და ტაძარი ეხატება მეთქი და თუ შესაძლებელია, რომ ტაძარში არა როგორც წმინდანი, თუმცა ასეთია ჟულის კანონით, არამედ მასიურ სცენაში რომ მოვხატოთ სადმე. და ესე იგი ხატვარიც მოგვარე იყო მისი ცინცაძე ირაკლი და უკვე უნდა დაეწყო ბზობის დღესასწაულის გამოხატვა. და პატრიარქმა თქვა, რომ მაშინ დახატეთ, ესე იგი ერი რომ ელოდება ქრისტეს, ბზობას რომ შედის დიდებით იერუსალიმში, ბაიებით და ესე იგი ბზით, პალმის რტოვებით რომ მიესალმებიან, ოსანას უგალობენ ყრმათა თანა და აი ამ სცენაში ჩახატეო და მადლობა გადაუხადე ჯერ უფალ სანამ შევიდოდე ვილოცე, რომ პატრიარქისთვის მიეცა ასეთი განწყობა, რომ ლოცვა კურთხევა მოეცა და პატრიარქმაც ესე იგი გულთან მიიტანა და მოგცა კურთხევა. და ჩვენ იქ დავახატინეთ, დავაწერინეთ ხატწერს ორი ყრმით ხელში, ორივე ხელში ყრმები უჭირავს, რომელიც შეიწირნენ და მათ შეეწირა დედაცა მისი. სხვათა შორის ერთხელაც ვიდრე ეს მოვიდრე გათხოვდებოდა, სახლში მოვიდა ძალიან ქარი კი არა, ქარიშხალი იყო თბილისში, მოვიდა ჩემთან ძალიან დაღონებული და რატომღაც მომიტანა მაღაზიაში ვიყიდეო, პატარა ტოტი იყო ლაქით დაფარული, თითქოს ქარისგან მოხრილი და
აი ესეთი გიცნობთ ჩემს მოძღვარსო და აი ესეთი განწყობა გაქვთ თქვენსო სულში და მეც ასევეო და შემთხვევით შევხვდი და ვიყიდე წამოვიღე და იწინასწარმეტყველა ყავდა არაერთი ხელის თხოვნელი კანადი ლამაზი ახალგაზრდა გოგონა იყო და ძალიან კარგი სულის პატრონი აცხონოს ღერთმა მაგა და ესე იგი აი ეს ადამიანიო დაასახელა თხოვს ხელსო სხვები ყავს თხოვნელები სხვადასხვა გაგებით უკეთესიც მაგრამ მას უნდა გავყვევო და ვიცი რომ მალე დავეღუპებიო ჩემი მშობიარობისას აი ესე ახდა მისი ეს ნათქვამი ალბათ გულის სიღრმიდან აღმოსვლა ну ერთ სიტყვით აღესრულა რატო ყვები ამ ამბავს და რატომ უკავშირებ მამა გაბრიელს დღეს ხსენებულს ირაკლის მივეცი კურთხევა უთხარი რომ ეს პატრიარქის კურთხევა ორ კვირაზე მეტი წვალობდა და ვერ ხატავდა ბზობის სცენას და ბოლოს ცოტა გაუბრაზდი რა არის მეთქი კაცო ლამის მთელი ტაძარი მოხატე და რა გახდა მეთქი საკურთხევლის მარჯვნით არის ბზობასევით პეტრე პავლეში მოხატული მაშინ ერთი ტაძარი იყო და იცით რა არის მამო ძალიან მიჭირსო ჩვენი თანამედროვე რომ იყო მე რომ ვიცნობდიო და ასე შემდეგ მიჭირს ფრესკაზე გამოხატო მე ვუთხარი ეს არის ლოცვა კურთხევა და უნდა გამოხატო როგორც ერთ-ერთი მათგანი ვინც უფლის იმიტომ რომ ბზობა რას განასახიერებს ალბათ იცით არა მარტო ისტორიულად მოხდა მასჟამსაშინა 20 საუკუნის წინათ არამედ ეს განასახიერებს წმინდა მამათა განმარტებით ქრისტეს დიდებით დაბრუნებას და აღდგომას და ჟამს ამის სოფლისა აი ამას განასახიერებს ამიტომ იყო რომ ტაძარში შევიდა უფალი და მსყიდველ გამსყიდველები ქვაბავაზაკად რომ აქციეს ეკლესია ყველანი შოლტისემით გარეთ გაყარა ეს არის გამათრახება პირველ ყოვლისა სამღვდელოებისა პეტრე მოციქულიც ამბობს როცა უფალი დიდებით დაბრუნდება განშა ცხოველთა და მოგართა პირველ ყოვლისა ის განიკითხავს სასულიერო დასის მქონე კუთვნილთ სამღვდელოებას უმაღლესი იერარქიდან დაწყებული უდაბლესი მონაზვნით დამთავრებული ხო და აი ამ სცენაში გამოხატა როგორც მომლოდინე და ყოველი ქრისტიანი მომლოდინეა ქრისტეს დიდებით მეორე დაბრუნებისა დედამიწაზე და ამის შემდეგ როცა უთხარი რომ ეს არის პატრიარქის კურთხევა და უნდა შესრულდეს უკვე დაუბრკოლებლად დაიწერა საერთო სცენაში ეს ახლად გარდაცვლილიც როდესაც მამა გაბრიელი აღესრულა არანაირი პრობლემა არ ყოფილა ვისმეს ამ ფრესკაზე ან ხატზე გადაეტანა და არა თუ უხვად იწერება და იხატება მისი ხატები თუ კედელზე ტაძრისა თუ ფიცარზე სახატეზე და არა მარტო საქართველოში არამედ სრულიად ქვეყნიერებაზე გადაჭარბების გარეშე ვამბობ გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას ჩვენთანაც ვიდრე მამა გაბრიელის ესე კანონიზაცია მოხდებოდა იმავე ხაბზერს კურთხევა მივეცი და დავაწერინე ცოტა კი იბუსუნა მაგრამ დავაწერინე ხატი მამა გაბრიელისა რომელიც თქვენ გახსოვთ წლების განმავლობაში მისი სახელობის ამ ტაძარში იყო შუაგულ ტაძარში დასვენებული მაგრამ მე აქ შარშან ჩამოვიდა თუ ჩვენს პრელს ახსოვს ალბათ ახსოვს ერთ-ერთი ამერიკელი მართლმადიდებელი მღვდელი ქალაქ ხარტფორდიდან წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის ტაძრიდან ჩამოვიდა საქართველოში პირველ ყოვლისა მამა გაბრიელის სიყვარულით მისი ცხოვრება ჰქონდა წაკითხული და აქტოვანდა მისი პიროვნებით ამათ ჩამოვიდა და გარდა მაგისა იმ ქვეყნის მოსალოცად და იცოდა რომ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა სადაც მამა გაბრიელი დაიბადა და იღწოდა და სალოცობდა და ეს დიდი გულის მურაზი როგორც იტყვიან აისრულა ამ ადამიანმა და თანამწირველი იყო ჩვენთან პეტრე პავლეს ტაძარში და იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა თამდაბალი მორიდებული მოგზალებული ადამიანის რომ რა კი ასე გიყვართ გულმა მითხრა ზიარების შემდგომ როცა ვეზიარე გულმა მითხრა გულისხმა მივიღე სხვანაირად ითქმის რომ ამ ადამიანისთვის მეჩუქებინა ეს ხატი და აუხსენი რა ხატია ეს მის კანონიზირებამდე ერთი წელით ადრე დაიხატა პეტრე პავლეს ტაძარში სამკვეთლოზე იყო დასვენებული მაგრამ არ ვაკურთხე დაველოდე როდის მოხდებოდა კანონიზაცია კანონიზაციისთვის არა მარტო მე რა თქმა უნდა მეც ჩემდა თავად ვიყავი პატრიარქთან შესული იმიტომ რომ ასეთი იყო კურთხევა ზეცის რომ ზეცა ითხოვს მეთქი რომ მამა გაბრიელის შერაცხილი იყოს პატრიარქმა შვიდა დაუღელებლად მიპასუხა ალბათ მამა არჩილ ჩვენთან ტრადიციაო რომ 50 წელი მაინც უნდა გავიდეს უპირატესად და დაამოწმოს ამ ადამიანის სიწმინდე
მისი სასწაულით მოქმედებით და ესე შემდეგ არ დამაგისა კომისიამ უნდა შეისწავლოს 10 პრინციპი არსებობს, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანის შერაცხვა წმინდანებში. მაგრამ როდესაც და მე გადავეცი წერილით, სადაც ეს კურთხევა იყო ზეციდან გადმოცემული. როდესაც თქვენ გახსოვთ, ძალიან მძიმე წლები იყო გასულ რეჟიმში, ევროკომისარი ჩამოვიდა და პირდაპირ ხელს ურტყავდა მაგიდაზე და პატრიარქს ეკითხებოდა ემხრობა თუ არა საქართველოს შესვლას ევროკავშირში, მათ ჩვენი გაკეთილშობილება, ასე ვთქვათ, ჭყალებში ან კომფორტული ცხოვრება კი არა აინტერესებდათ. თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნები აქვს და ვარიასავით დააკლავდნენ საქართველოს. აი როგორც დღეს მიმდინარეობს დაკლა და მოკლა უკრაინელების. ბოლო უკრაინელამდე ვიბრძოლებთ რასტიშოც. ვერ იმარჯვებენ, აგებენ, იხოცებიან უკვე მილიონებს გადასდა და მაინც ბოლო რასტიშოც საერთოდ დამოწყვიტათ უკრაინელებს. მათ ეს ქვეყანა სჭირდებათ. აღარ მინდა ამაზე ჩაღრმავება სხვადასხვა მიმართულებებით, მეგონი თქვენთვისაც ცხადია და მადლობა უფალს რომ ღვთისნებითა და ჩვენი წმინდანების მეოხებით ეს არ ხდება საქართველოში და არც არასდროს ყოფილიყოს, რომ ჩაეთრიოთ ამ ომში. მოკლედ, ჩამოვიდა ევროკომისარი, სულ თითი იქნია ეკლესიის მათ შორის მისამართით და პატრიარქმა უთხრა, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგიო, ჩვენი ღირებულებები გვაქვსო. აი რისთვისაც ეხლა ბრძოლა მიდის და ზიზღი და შური არის საქართველოს მიმართ ევრო ხელისუფლებიდან. აღარ მინდა არც ამაზე ჩაღრმავებით ვილაპარაკო და როდესაც ეს მოხდა და ასეთი მუქარის ქვეშ აღმოჩნდა საქართველოს ეკლესია, პატრიარქმა მოიწვია წმინდა სინოდი და შერაცხილი იქნა მისი წარდგინებით, უშუალოდ შერაცხილი იქნა წმინდათა შორის. ნუ მაგ დღეს დაემთხვა ჩემი ოპერაციაც ამაზე ცოტა მოგვიანებით, რომ არც თუ ჩვეულებრივი გზით მოხდა ეს ყველაფერი, ცოტა მოგვიანებით გეტყვით ამის თაობაზე, იმიტომ რომ ეს მამა გაბრიელის დიდება, რაც აღვიქვა, ის აღასრულა და ასე შემდეგ. როგორ მოხდა აქაც სადაც ჩვენ ვდგევართ ახლა, ესეც სასწაულია რომ ტაძარია. ეს საბჭოეთის დროს აქ იყო რკინიგზის უძველესი ლამის მორღვეული სახლი, ძველთაძველი, სადაც მეისრეღა ცხოვრობდა ბოლოს, გარდაიცვალა აგერ კალანდაძე გვარით გვერდით დაკრძალეს იქ. და ადრე წინამძღვარი ვინც იყო მამა მიქაელი, მან ითავა და ხელისუფლებას თხოვა და გადმოსცეს ეს ტაძარს ტერიტორია. თქვენ იცით, თავდაპირველად ჩვენ წინამძღვრობაში აქ ბაპტისტერიუმის სანათლავი აშენდა, მაგრამ მერმე, როდესაც დასრულდა აღდგომისა და მოწამეთა ტაძრები, თხოვე პატრიარქს და ვაკურთხა მამა გაბრიელის ტაძარი აგებულიყო. რას წარმოვიდგენდი წლების წინ, რომ აქ ამ ადგილას იქნებოდა ტაძარი და ისიც მამა გაბრიელის სახელზე. მაგრამ ესეც არ არის საყვარელო ყველაფერი. როდესაც ეს ტაძარი შენდებოდა, ჩვენი მრევლი აშენებდა. აგერ თვალი მოუკარი ერთ მათგანს, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მაშენებელი იყო ამ ტაძრისა, ფიზიკურად გულისხმობ, ზაზა დანელია და თორნიკე კაჭარავა. პიროპოლისე ესენი იყვნენ მოთავეები ამ საქმის, ძირითადში ამათი დამსახურება აქვს, რომ ტაძარი დგას, ღმერთმა ისინი გამოირჩია, როგორც ითქვა, ხოლმე ჩემი არის, ახლა თავისით კი არ მომხდარა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. და ერთი სიტყვით, როცა აი უკვე ამ კედლის, ჩრდილოეთის კედლის შუა კიხრის აშენება იწყეს, თქვენს ზალამ მითხრა, მამა არჩილო, მაპატიეთო, პროექტით კი არისო, იქ უნდა ყოფილიყო საკურთხეველი, აი მცირე ნაწილში ტაძრისა, ეს უნდა შემაერთებელი კორიდორი ყოფილიყო აღდგომისა და მამა გაბრიელის ტაძრებს შორის. მაგრამ ღმერთმა სხვანაირად განსაჯა. პროექტით სხვადასხვა ამ სამივე ტაძრის და მათ შორის მამა გაბრიელის ჩემას ეხნამდა ძველმა სულიერმა შვილმა, ცნობილმა უკვე გარდაცვლილმა არქიტექტორმა არჩილ მინდიაშვილმა დააპროექტა სამივე პროექტი უსასყიდლოდ გვაჩვდა. იმიტომ რომ როდესაც კონკურსი გამოცხადდა, მე მას შევთავაზე, როდესაც არავინ არ იცნობდა როგორც არქიტექტორს, რომ შენც უნდა მიიღო მონაწილეობა. არა, მამა, ისეთი ეს ციტატა მომაქვს, ისეთი სიტყვა იქ, მაგრამ ისეთი კიტები, ანუ ვეშაპები მონაწილეობენ არქიტექტურის, მე სად გამოჩნდები იქ? არა, მეთქი, შენ უნდა მიიღო და შენ გაიმარჯვებ მეთქი. და მივეცი, ესე იგი, რამოდენიმე წიგნი ეკლესიის არქიტექტონიკაზე. არც კი იცნობდა. გული დაუდო კურთხევა რწმენით შეასრულა, გაიმარჯვა მისმა პროექტმა და აგერ სამების დიდი ტაძარი მისი პროექტით არის აგებული და მე კიდე ბევრი ტაძარი აშენდა. ღმერთმა მოუხსენოს ეს სიკეთენი, მორჩილებაც მოძღვრისა და საუკუნო ხსენება მისცეს სასუფეველში.
მოკლედ, აი ამ კედელთან რომ მივიდნენ, უკვე აშენებენ თითქმის დამთავრებულია. მეუბნებიან, მამაო, აქ კი არა საკურთხეველს. აი ამ ადგილას ითხოვს, აი მანდ ვიდექით სადაც გაშუა ტაძარია და ამ დროს ეგ სიტყვები როგორც თქვენ გონებაში იფეთქა, რომ აქ სწორედ აქ ამ ადგილას ფეხი დაუდგამს მამა გაბრიელს. ამას თავის ადგილზე მოუყვება, ეგრეთ წოდებული როგორც თავად უწოდა, თავისი პროვიზიით, როგორ მოვიდა, მომადგა პეტრე-პავლეს ეკლესიაში. მარტო ერთი ტაძარი იყო მაშინ, თავის ადგილზე ვიტყვი ამას. მოკლედ, ეს ღვთისნება და განგებულება იყო და სადაც მამა გაბრიელი იჯდა, სალოსობდა და წინასწარმეტყველებდა და სადაც მე შენიშვნა მივეცი და გეტყვით ენაბილწობისთვის მოგვიანებით, გეტყვით ამას, დღეს იქ წმინდა საკურთხეველია, სადაც მამა იოანესთან და მამა გაბრიელთან ერთად შეიწირა უსისხლო მსხვერპლი. ამას მე რა თქმა უნდა წლების წინ ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი. ჩვენ ერთი ტაძარი ქონდა, მაპატიე ფერცალაგიც კი არ ქონია. არანაირი და ახლა თქვენ ნახეთ, რომ აქ უკვე სამი ტაძარი აიგო. საკვირველ არიან გზანეუფლისანი, როგორც მოციქული ამბობს, მიუსტომელ არიან. როგორ გავიცანი მამა გაბრიელი? ეს ძალიან დამამახსოვრებელი აღმოჩნდა ჩემთვის. დიდი სულიერი შინაგანი ბრძოლები მქონდა, ჭაბუკი ვიყავი, ახალგაზრდა. მიყვარდა ფილოსოფია და ლიტერატურა და ვერ პოულობდი საზოგადოებაში ჩემ ადგილს. მართალია პირველსავე წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, სწავლობდი ჯერ კლასიკურ ფილოლოგიაზე, მაგრამ არ მაკმაყოფილებდა, მოკლედ რო გითხრათ, რასაც ველოდი ის ვერ ვნახე იქ. ვერ ვნახე ვერაფერი, რადგან არ იყო არაფერი, როგორც გალაქტიონი ამბობს. სერელე სწავლის მეთოდები და აღარ მინდა მოვყვე ამაზე, ერთი-ორი ლექტორი იყო, რომელიც დაგაინტერესებდა. იმდენად ესე იგი ცნობის ადგილს გაგიღვიძებდა. ამიტომ მე საბოლოოდ მორწმუნე გავხდი ჩემი ერთ-ერთი თანაკურსელი გოგონას გავლენით. ეკლესიური მორწმუნე იყო, მაშინ ახალი ხილი იყო, პატრიარქი ახალი აღსაქმრებული იყო, ალბათ 1 ან 2 წელი. მისი გავლენით ეს დაიწყე ეკლესიური ცხოვრება. და ესე იგი რა კი მინდოდა მიმეტოვებინა უნივერსიტეტი და მივატოვე კიდეც სასულიერო სემინარიაში გადაწყვიტე გამოცდების ჩაბარება, რაღაც ლიტერატურა მომიტანა თამარმა გოგონამ და ესე იგი გამოცდები პირველი მან მიიღო. მას ვაბარებდი, ესე იგი რაც შევისწავლე საღვთო ლიტერატურა. გამოცდებზე რომ მივედი, აღმოჩნდა ძალიან დაბალი დონეა პრაქტიკულად. როგორც ჩვენი უწმიდესი ამბობდა, რა თქმა უნდა, დაბალი დონე იყო თავდაპირველად სწავლებისა, მაგრამ ეკლესია სუდარა გადაფარებული მივიღეთო. უკვე ფაქტი საბჭოეთის დროს რომ სასულიერო სემინარია არსებობდა, დიდი მოვლენა იყო და ბევრს ნიშნავდა სხვადასხვა თვალსაზრისებით. ამიტომ როცა იქ დავწერე ეტიუდი ტომას ვანი ჰერმანჰესე ჰოფმანი, ლიტერატურული ეტიუდი და ორი ეპისკოპოსი იღებდა და რუხასავით ატრიალებდნენ, ვერაფერი ვერ გაუგეთოდა. რა უნდა გასწავლოთ? მოდი გაკურთხებთ მღვდლად. მე უთხარი მღვდლობას არ ფიქრობთ, გავუკვირდე, აბა რატო მოხვედიო? მოვედი, იმიტომ რომ მორწმუნე გარემოში ყოფილიყავ, გარეთ ათეიზმია მეთქი და ასე შემდეგ. ძალიან გაუკვირდა მხრები, აი ჩეჩეთ, მაგრამ დამიშოთ. მაშინ მოდიო ბოლო კურსზე დავსვამთო. მე უთხარი არ მინდა მეთქი, პირველზე დამშვით, მინდა გავიარო ეს, ავია თუ კარგია, მინდა გავიარო ეს კურსზე. აზრათაც არ მომსვლია მფლობა ამაზე, ვილაპარაკე აღარ მოყვები, რომ როცა კატეგორიული უარი თქვის, ისე რომ არც მithოვია და თავშიც კი არ მომსვლია მგლობის აზრი, აი სწორედ ამ ფორმით რომ ასეთი რამ შემომითვალეს, სწორედ მაშინ გამეცნო გადაულახავი სრული მგლობისა. ბიოთივისა რომ მაღალმა იერარქმა კატეგორიულად თქვა თურმე სინოდზე რომ ნიჭიერი ახალგაზრდა და არასდროს ვაკურთხებ, აგერ ღვთისმადლით 45 წელიწადიან მღვდელი ვარ. ასე ინება უფალმა ჩვენმა და მისმა ყოვლადწმინდა დედამ, აღარას ვიტყვი ამაზე, მე მგონი თქვენს კარგად იცით. ამიტომ პირველ ყოვლისა მადლობ ჩემს უფალს იესო ტკბილს და მის ყოვლადწმინდა დედას. და მერმე წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამოცდილებას მოდიოდა, სულიერებას მეტნაკლებად მატულობდა და ყოველთვის ღვთისმადლით დიდი მრევლი ჰყავდა. არამედ უფალს ჩემ მიერ, რა თქმა უნდა. მოკლედ, ვარ სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტი. პრორექტორმა შეხედა დღეს მიტროპოლიტმა სოსიმე, მაშინ დეკანოზი იყო, რომ ცნობის ადგილი მქონდა, წიგნის კითხვა მიყვარდა და ჩამაბარა ბიბლიოთეკა. მეც მეტი რა მეთოდა.
ლექციების შემდეგ მთელი დღეები და გვიან ღამემდე ვიჯექი და იმიტომ რომ ის ლიტერატურა რომელიც იყო გარეთ არ იშოვებოდა საბჭოეთის დროს აი როგორც სიტყვა ხოლმე ქერის ორმოში ჩავარდი ამ თვალსაზრისით და მათ შორის წავიკითხე პატერიკული მოთხრობებში რომ პახუმიდიც ასეთი კურთხევა ჰქონდა გაცემული რომ ვინც მონოზნობას აპირებდა და მასთან მოსვლა სავანეში სხვა პირობებთან ერთად უნდა 150-ვე ფსალმუნი შეესწავლა და რა კი მე თავიდანვე ფიქრობდი მონოზნად აკვეცას გადავწყვიტე პახუმის რჩევისაებრ მეც 150-ვე ფსალმუნი დამეზეპირა ზეპირად უნდა ვცოდნოდა და აი გვიანი შემოდგომა ცივი საკმაოდ ცივი ქალაქია მცხეთა იქ იყო სემინარია და ესე იგი მიმოვდივარ უკვე ბინდბუნდი იწყება მიმოვდივარ ბაღში მონასტრის და სწავლობ ფსალმუნებს ერთხელაც მოულოდნელად რომ შემოbrunდი და უკანა დაუბრუნებულიყავი დავლანდა ადამიანის მსგავსება მოულოდნელობისაგან ანაზდაც შევყრთი და მამა გაბრიელი აღმოჩნდა ის იქ შორიდანვე გადმოძახა ნუ გეშინია მოყვასო მე ვარო მე მაგრამ ვინ იყო ეს არ უთქვავს მომიახლოვდი მოყვასო მეც მივუახლოვდი ფოთლების შარაშური მესმოდა ფეხიდან გული მიფეთქავდა აჩქარებით ალბათ შეკრთომის გამოც და აი ამ უცნობი ადამიანის გამოც თავისებურად ეცვა არატრადიციულად ბერულად ესე ვთქვათ ახლა რომ მივედი და დავაკვირდი დაბეპკილი ჩოხა ეცვა კაბა სამღვდელო და იყო ჭანდაბალი რა საკეთებო ამ სიცივეში ამ ბაღშიო მოყვასო მკითხა მე უთხარი პახუმე დიდის რჩევისერ სწავლობ მეთქი ფსალმუნებს და რატომო იმიტომ რომ მონაზვნად ახვეცა ხო არ გინდაო მე უთხარი კი მეთქი და ჩვენი გვარისა ყოფილხარო როგორც იცოდა ხოლმე სალოსურად თელ ტანზე გადამსახა ჯვარი და ჩამეკრა გულში იმ დღიდან დავმეგობრდით ის იყო ჩვენი უფროსი მეგობარი დღეს ბევრი იწონებს თავს რომ მამა გაბრიელის მეგობარი ვიყავი მოწაფე ვიყავი მსვენელი ვიყავი მოწმე ვიყავი მისი ქადაგების თუ სასწაულების არაფერს ამას მე არ ვეტყვი ჩვენ გქონდა თბილი ურთიერთობა მაგრამ დადგა დრო ეს მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე როდესაც მე მასთან აღარ მივდივდი რატომ ცოტა მოგვიანებით ისე რომ მოგვიანებით ბევრი რამე დაგვიგროვდა უკვე ამასობაში სამი რამ სულ ცოტა მოგახსენებთ იმიტომ რომ ადგილზე ჟობია თქვა უფრო გასაგები რომ გახდეს და არა ზერელე და აბსტრაქტულად ვილაპარაკო რა თქმა უნდა ის მიმართ ერთი პერიოდი დაბრკოლებულიც ვიყავი და რატომ აი ეს მინდა მოგვიანებით მოგახსენეთ და ეს დაბრკოლება აქ მოხდა როცა მაგიდასთან ვისხეთ თავის ადგილზე გეტყვით მოკლედ იმ დღიდან ვიარებოდი მასთან პრაქტიკულად სადგომიც არ ქონდა იქ მონასტერში არ უთმობდნენ იოტისოდენა ადგილს დღეს რომ თავს იქებს ეს მონასტერი იყო დრო როცა მოძულებული ხავდა დევნიდნენ ყველანაირად უგულებელს ყოფილი იყო მამა გაბე ამის მე ვარ მოწმე თუნდაც სემინარიაში რომ სწავლობდი და ბოლოს როგორღაც მოხდა სასწაული არ ვაზვიადებ და საკათმე სკინტლიანი დაუთმეს ცისფრად შეღებილი აი მაპატიე სოფლის ფერცალაკს გავდა რომ შეხედავდი ვერ მივხვდებოდი რა იყო ოღონდ ცოტა დიდი იყო ტახტი რო ჩატეული იყო ამხელა დაახლოებით და მიმიხმო მე და დამეხმარები რომ მკითხა მოყვას მე ვხარი კი რა უნდა გავაკეთო მეთქი აი ეს კლიენტი უნდა გავხვეთოთ აქედან რომ გულმოდგინედ გავხვეთეთ კედლებისაც სუნი აზდიოდა ფიცრული იყო აშენებული არ იყო ფიცრული იყო და ესე იგი ღიობები ჰქონდა ანუ ხარი გვარიანად უბერავდა და იქ ის ძალიან ყინვიანი ქარები მცხეთაში მეწადრე ზამთარ შემოდგომაზე და გაზაფხულზე აკლებს და რაღა დარჩა ზაფხული საიდანაც სიცხე შემოდის თუ ქარი არ შემოდის ზაფხულობ შემოდიოდა უფროსურად და ალბათ ეს არ უნდა აეღოთ რომ დაშალეს ალბათ სირცხვილი იყო იმის დატოვება რომ რა გაიმეტეს მისთვის მამა გაბრიელისთვის ერთ-ერთ დედაოს ჰქონდა მორჩილება და განსაკუთრებული პატივისცემა მამა გაბრიელის და მალავდა ამას იმიტომ რომ სულ განიკითხავდნენ უფროსი მონაზვნები მამა გაბრიელის გამო და ერთი სიტყვით დალაგდა ეს საკათმე ასე თუ ისე მოწესრიგდა ძველი რაღაც საიდანაც მოტანილი ხალიჩები და ესე ბოლოს ტახტი რო სხოვა დედებს
ვის ეს ტახტი, რომელზეც მიცვალებულებს ასვენებდნენ, მეტი ვერ გაიმეტეს. არაფერია ვარჩილაო, მითხრა. ამას ეხლა აიაზმა ვასწოროთო, ჯვარი დავსახოთ ჩვენი უფლისა და ყველაფერი რიგზე იცოდა, როგორც იცოდა ლაპარაკი. იმ დღიდან ხშირად ვიარებოდი მასთან, მოდი დავარქვათ სენაკი. და იყო დრო, როცა კეტავდა კარებს, არ გამოდიოდა 1 დღე, 3 დღე, 7 დღე, 2 კვირა და 3 კვირამდეც ყოფილა. ეს მორჩილი, რომელსაც პატივისცემა მამა გაბრიელის მოუტანდა ხოლმე ჩუმეს დედებს რომ არ დაენახა და საზრდელს დღეში ერთხელ უდგავდა საღამოთი. როგორც ბერები მხოლოდ წუხრიდან ჭამდნენ, ესეთი კურთხევა ჰქონდა მამა გაბრიელის. მაგრამ როცა ის არ გამოდიოდა, საჭმელი იყო ხელუხლებელი. ზამთარი როცა იყო, იყინებოდა და ვიშვიშით ეს დედაო სიყვარულით არა მოჩვენებით უკან აბრუნებდა ამას. ერთხელაც როცა მასთან ვიყავი და მეც ხომ გავხდი ამ ყველაფრის მოწვევა, მამაო მეთქი ვკითხე, რა შამთ მეთქი, ან რა სვამთ? მე ხო ხედავ, აი დავითვალე 3 დღე, 1 კვირა, 2 კვირა და მეტიც არ გამოდიხარ მეთქი და ეს უფალმა იცისო. ხო ვითხრა მაცხოვარმა, არა ხოლო პურითა ცხონდების კაცი. ხო და მეც მიგულისხმაო მათ შორის. ანუ რა მითხრა? როდესაც სულიერად ახარ ატაცებული უფალთან ზეცაში, შენ ამის მოთხოვნილება არ აქვს და მომიყვა ერთ-ერთი ბერის ცხოვრება მაგონდება და თქვენს გეტყვით. სისოი დიდი. როდესაც ლოცვა დადგებოდა, ისეთი გულმხურვალი ლოცვა იცოდა, ხელება აპყრობული ლოცულობდა აღმოსავლეთისკენ, მზე ამოდიოდა, ჩადიოდა, ამოდიოდა, ჩადიოდა, ანუ დღეები და ღამეები გადიოდა და ხელაპყრობილი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში ლოცვა. და ესე იგი მოწაფეს ამდენი სულიერება არ ქონდა და მადლი და მივიდოდა კუჭი რომ აეწევოდა მეტისმეტად თანახეთ როგორი მორჩილება ჰქონდა რომ ვერ ბედავდა მისი კურთხევის გარეშე ეხმია ნეწდია რაიმე და თქვენიც ძველი ბერები ზომაწონით სვავდნენ წყალსაც კი ზომაწონით სვავდნენ დღეს სულ სხვა დროებაა ამაზე ბევრი გვილაპარაკი ამჯერად არ ასკეთვით მოკლედ აეწვებოდა კუჭი, მივიდოდა, მორიდებით ჩამოსწევდა ჩოხის კიდეზე და მორიდებით ეთყოდა, მამაო, ხომ არ გვეჭამაო, შვილო, ახლა რა ვდექითო ტრაპეზობიდან. ანუ ისეთი სავსე იყო მადლით, რომ ამის მოთხოვნილება არ ქონდა, ამიტომ იყო, რომ თავად უფალით მადლის წყარო 40 დღე არაფერი არც უხმევია, არც უწდებია. შიო ღმელი, დავით გარეშელი 40 დღე თეოდოროს სიკეოტელი ეპისკოპოსი 60 დღე და ასე შემდეგ. ანუ მე რას ვამბობ ამით? შესაძლებელია? კი, ეს სავსებით შესაძლებელია თუ ადამიანი მადლით აივსება. და მადლის შეძენა, მოპოება, დაგროვება, ასე ვთქვათ, ამბობს წმინდა სერაფიმ სარველი, ეს არის ქრისტიანული ცხოვრების მიზანი, რადგან ამ მადლით ხდება ადამიანის გარდაქმნა. ანუ თეოზისი, ღმერთს დამსგავსება, სხვა გზა, სხვა საშუალება, სხვა ძალა არ არსებობს. ამ და მსგავს მაგალითებით, ასე ვთქვათ, ყვებავდა მამა გაბრიელი. მეც ეხლა რასაც ვკითხულობდი მამა გაბრიელს, რაც ცდილობდი მიმებაძა, თუმცა არ გამომდიოდა. ძალიან საშიშია თვითნებურად დაიწყო მაგალითად ასკეტური მარხვა, ღამის თებები, ანუ სულიერი მამის გარეშე აკეთო ეს ყველაფერი. მე გამოუცდელი ადამიანებმა დიდი გამოცდილება ეხლა ზოგიერთები ჩაიქირქილებენ არ დღესა გაქო გეთანხმებით მიუხედავად ამისა ვაგრძელებ ღვთისმსახურებას ღვთისნებით და პატრიარქის ლოცვად მორთხევით. და ვის რა სულიერება აქვს და რა მადლი დაუგროებია, ნუ განეკითხათ. უფალი ღმერთი სამართლიანი მსაჯული ყველა სოდვა მადლს აწონის. ეჭვი არ შეგებაროთ. სწრაფი იყავით არა განკითხვაზე, არამედ შენდობაზე. მოყვასის სიყვარულმა დაფარი სიმრავლე ცოდვათაი, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან. და შენ რომ განიკითხავ, ნუ განიკითხავ, თავად უფალი გასწავლის, რათა არა განიკითხნე თავად უფლის მიერ. აი ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. ერთხელაც გულში ვფიქრობ უკვე საკმაოდ გავიცანი მამა გაბრიელი და ესე ცოტა სიბრალული თქვი გულში რომ ძალიან პატიოსანი
თბილი, გულთბილი ადამიანია მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ არ აქვს ჯეროვანი განათლება მეთქი, სასულიერო განათლება. იქ იყო ერთი მღვდელმონაზონი, რომელიც განათლებით იყო ცნობილი და როგორ ამხილა მამა გაბრიელმა ნაწილობრივ ადრე გითხარით, ახლა შეგახსენებ. ხო და ეს რომ ვიფიქრებ, მეორე დილას აი ეს მორჩილი გამომიგზავნა სემინარიაში და მამა გაბრიელმა მოვიდეს თუ შეუძლიანო ლექციების შემდეგ. ნუ მეც ვიახელი მიბრძანა პატარა სამფეხა სკამი ქონდა, ჩამოჯექიო არჩილას მეცახა მერესთან მგლობაშიც. და ესე იგი რომ ჩამოვჯექი, გითხრა რომ აი გინდაო რამე, აი გითხრაო, განგიმარტო, წმინდა წერილიდან, თუ გინდა ძველი აღთქმიდან, თუ გინდა ახალი აღთქმიდან. აი დავიბენი, ესე იგი ცომის ადგილი როგორ არ ქონდა, კითხვებიც უამრავი, მაგრამ მე როგორც დაფა ცარიელი ისე გამიხდა თავი. არანაირი აზრი არ მომდიოდა არც თავში, არც გულში. დავიბენი კიდეც და ცოტა რაღაც შეში შემოვიდა ჩემში. ხო და მეუთხარი არავის ვერაფერი ვერ მოვისაზრე მეთქი და აი მაგალითად თუ გაინტერესებსო 90-ე ფსალმონი ხო სწავლობ სემინარიაში 50-ე ხო ისწავლე ზეპირად აი თუნდაც აქედან მკითხე რა კი ვერაფერი ვერ უთხარი და ენა დამება თავად მითხრა გინდა აი ამ ადგილს განგიმართა უჩინონი და დაფარული გამომისხადენ მე მეუთხარი კეთილი მეთქი და როცა მან განმარტება დაიწყო აღთხოვანებაში მოვედი ისეთ ჯერ ერთი შინაარსობრივად რას თქვა და მე ისეთი გულით მამა გაბრიელი გულს გარეთ არავის არც ლოცავდა და არც ქადაგებდა და ის რომ ქადაგებდა მომისმენია თუ მოგისმენია თქვენს ასეთები ცოცხლები არიან დღესაც ესე გეგონა რომ იქ იყავი რასაც გიყვებოდა აი სახარებიდან მაგალითად როგორ ტიროდა ღვთისმშობელი მარიამი თავის ზესა და ღმერთს და ასე შემდეგ ერთი თვალით ვერ ხედავდი გულით იქ იყავი და აი იმას განიცდიდი რაც განცდები ჰქონდათ ღვთისმშობელ მარიამს თუ იოანე მახარებელსა და მარიამ მაგდალელს ეს განცდა გიდგებოდა გულში ესე იგი როგორც ფსალმში წერია თირკმელსაც კი გადიოდა ღვთის სიტყვა და სწავლება ვიდრე მამა გაბრიელი გამოთქვავდა სმენელებისთვის ამიტომ რა კი მთელ არსებას გადიოდა სულსაც და ხორცსაც და ყოველ ნასხამს ამიტომ იყო გადამდები მისი ქადაგება და ძლიერ მოქმედებდა მოკლედ ეს განმიმართა და მე ჩამოვარდა ლაპარაკი უკვდავებაზე დაიწყო თვითონ ლაპარაკი უკვდავებაზე რა არის უკვდავება ქრისტიანული გაგები და მე უთხარი რომ მე არასდა მე მეორედ მოსვლაზე საყოველთაო აღდგომაზე მე არასდროს არ მოვკვდები მეთქი აი ფსალმური წერია წმინდა წერილში რომ პავლე მოციქულთა მაგალითად რომ ყველა კი არ მოკვდება და აღდგება ქრისტეს დიდებით დაბრუნებას არამედ ვიეთნიმე ცოცხალი იქნებიან და გარდაისახებიან სიტყვა არ ქონდა დამთავრებული დაშეკა თქვენ თუ მოგისმენიათ როგორ შეხვდა მამა გაბრიელი ტანდაბალი იყო და ხმა ქონდა რა ვიცი ვება და ესე იგი ზანზარებდა თითქოს ყველაფერი და როგორ ამბობ ამაში ამ პარტავანო აბა დადექი ეხლავე მუხლებზეო ესე იგი სინანულის ნიშნა მე შევხედე და რატომ უნდა დავდგე მეთქი არ დავდგები დადექი მეორედ მითხრა არ დავდგები გავჭიუდი მესამედ რომ მითხრა დადექიო მუხლები მომეკვეთა როგორ მომეკვეთა როგორ დავეცი და აღმოჩნდი აღმოვაჩინე რომ მუხლებზე ვდგევარ უკვე არ ვიცი ამის მერე ხო შეხვდა და ქუხდა გაიღიმა თბილად მამაშვილად აბა არჩინა კაი ბიჭი ხარ ახლა ადექიო მინდა ავდგე ხან ერთხელ დავაყდო ხან მე ვერ ვდგები და მე უკვე ცრემლები მომადგა თვალებზე და შეშინებულმა შევღაღადე მამა გაბრიელს მამო რა დამემართა არ ვიცი გეგონება წისქვილის ქვები მომაბეს ვეღარ ვდგები მეთქი ასია მოყვას ხო ასე სანამ არინანებო ვერ ადგებიო და უკვე ვტიროდი ამ დროს ფაქტიურად ხო და მომკიდა ხელი და უკვე დაუბრკოლებლად წამოვდექი ნუ ჩემთვის ეს რა თქმა უნდა ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი რამოდენიმე ხნის შემდგომ იქვე იმავე უკვე კოშკში იყო გადასული ამ დროს იმ ფარღალალა სენაკიდან კოშკის გვერდზე დგავართ მე ცოტა მორიდები თუთასთან ახლოს კოშკსა და თუთას შორის მოაჯირი რომ არის საფეხურებთან რკინის და იქ დგას მამა გაბრიელი და 4-5 დედაკაცი დგას მორწმუნე შედარებით ასაკოვანი და მე ვდგევარ ცოტა მოშორებით როგორც სტუდენტი ოღონდ მესმის რასაც ლაპარაკობენ და მამა გაბრიელი რაღაცას უხსნის და მოულოდნელად შეწყვიტა და ერთ-ერთ დედაკაცს მიმართა დედაკაცო ის კი არ არის ძნელი რომ
მთა და იქით გადაიყვანო და ის აქეთ გადმოიყვანო, აი შემიძლია გინდა ზედაზენი გადავწიო ეხლა. და ქალებს შეეშინდა, არა, მიწის რა იქნება, არ გინდაო. ანუ რა მოხდა? მე ერთი ეს დედაკაცი, ვისაც მიმართავდა მუხლებზე დავარდა და მაპატიე თუ მამა გაბრიელ გავიფიქრე რომ კი წმინდა ადამიანია, მაგრამ ალბათ ძველ მამებს რომ შეეძლო თების გადაადგილება არ შეიძლება უფალი ხომ ამბობს თუ დოგვის მართლის ოდენ არ წმენა გეკნება, თებიც კი დაგემორჩილებიანო. და ესე იგი აი ეს თქვი რომ ეს არ შეუძლია, თუმცა წმინდა ადამიანი არისო. მე კი არ მიგვირსო დედაკაცო, თები გადაადგილდებაო თის სახელი. მე ის მიგვირსო სალოსურად აუგდო ბანზე სიტყვა. მე ის მიგვირსო როგორ ხდება რომ ძროხა მწვანე ბალახს ჭამს და რძე თეთრი გამოდის ოდისგან. რაღაც სიტულელე თქვა რა. ასე თქვა, სალოსურად თქვა რაღაც იმასთან შედარებით, რომ დაეფარა რომ მან გამოიცნო გულში რას ფიქრობდა იმ 5-4 დედაკაციდან ეს დედაკაცი რომელიც აღიარა ეს ყველაფერი. ერთხელაც ვიდრე ვისაუზმებთ ლექციების წინ სემინარიაში ეს სწავლული ველმონაზონია გამოსული და ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა სტუდენტმა დაუსვა კითხვა რომ რამდენად მძიმე ცოდვა განკითხვის ცოდვა. და უხსნის სწავლული ბერი ამას ციტატები მოაქვს მამებიდან და ასე შემდეგ და ამას უდევს თურმე მამა გაბრიელი დილიდან ჩასულა და მუხმოდრეკილი დგას და ლოცულობს ივერიის ღვთისმშობლის ხატა, სადაც უყვარდა განსაკუთრებულად ლოცვა და მეც მერე როცა სტუდენტი ვიყავი და ათონიდან ჩამობზანებული ხატია და სასაული მოხდა ამ ხატიდან რევოლუციის წინ იწინასწარმეტყველა ღვთისმშობელმა რომ ეს რევოლუცია დევნა ეკლესიის და ასე შემდეგ იქნებოდა, ეგ სხვა ამბავია და მოკლედ იქ უყვარდა ლოცვა და ამ დროს ბარბახის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და დიაბეტის გამო არ უხორცდებოდა, არც ვიცოდეთ ჩვენ რომ დიაბეტი ჰქონდა და მოტეხილი ჰქონდა. წარმოიდგინეთ საათობით იდგა მოტეხილი ფეხით. ჩვენ თითი რო აღკვირდება უკვე ლოცვა ვეზარება და ვაი და რამე არ დამემართოს და ვერ ვიმარხულებ და არ ვილოცებ და ტაძარში ვერ წავედი. ასე როდი იყო მამა გაბრიელთან. და როცა ამოვიდა და აქტუანებით უსმენთ სტუდენტები და მამა ეს ველმონაზონი იყო ტანმაღალი და მამა გაბრიელი ბევრად თითქმის ნახევარი იყო იმის სიმაღლისა და მაგრამ სული ჰქონდა მაღალი, აი ეს არის არსებითი და მნიშვნელოვანი. როცა გაუსწორდა, შეაწყვეტინა ძალიან უხეშად ლაპარაკი. ხოი შემ ფარისეველო მწიგნობა რომ როგორ უმღრევ twins მომავალ მგლებს. ეს იყო წინასწარმეტყველება, რაც ახდა კიდეც. მათგან მისი მსმენელების ნაწილი დღეს ბოსტონის სქიზმაში არიან. დანარჩენზე აღარაც ვილაპარაკებ. ზოგიერთი გარეთაც ჯერ კიდევ ბუხბუყებს. სანამ არ დაგვინდება თუ დაიკლებს. მოკლედ ეს ყველაფერი, ამას ყველაფერს გულში ვიხსოვდი მე სხვა სტუდენტებიც. ეხლა რა მოხდა? ეს რო უთხრა იმ ველმონაზონმა სადა თავაზიანად რომ შეეწყვიტებინებინა. ხმა ჩაიკვინდე შეფარისებელო, შენი ხმა არ გავიგო სანამ მეაქავარო. დავხელა კაცია და ენა ჩააგდებინა. ვერაფერს ვერ ამბობს. როგორც კი გაიარა, წავიდა ამის მერე. დაზდინა რომ ეს საწოდავე ბებერიო თლა ჭყვიდან გადავიდაო. მე ვუთხარი როგორ ამ წუთში გვასწავლედი არა განიკითხო და შენ ხომ განიკითხე მეთქი ის ბერი. თუ სათქმელი ქონდა რატო არ უთხარი მეთქი პირში. ამაზე ერთ-ერთმა სტუდენტმა, ჩემმა თანაკურსელმა გამოიწია ფიზიკ ჯერ მამა გაბრიელზე გამოიწია დასარტყმელად. მუშტი უნდა დაერტყა. წარმოიდგინეთ რა დღეში იყო მამა გაბრიელი. და მე რომ დავიცავი მამა გაბრიელის სიმართლე უთხარი, რაზე განიკითხავ? ჩვენ გვასწავლი, შენ განიკითხავ მეთქი და პირში გეთქვა თუ სათქმელი ქონდა მეთქი. მე ჩემსკენ გამოიწია და სტუდენტებმა დაიჭირეს, დააკავეს. ხო ის საკვირველება, ეს სტუდენტი მოგვიანებით ეპისკოპოსი გახდა. აც გარდაცვლილია და ღვთის წინაშე დგას და პასუხს აძლევს. ამ და სხვა შესწავლას ღმერთმა შეუნდოს. ეს სხვათა შორის ამობდა იმასაც, როცა ვსწავლობ მე ქართველი არა ვარო, ლეკი ვარ და ასე შემდეგ და რა გეხარია მეთქი. არა უპირატესობა მეთქი. ეგეც არის რომ ლეკები, ჩრდილოკავკასელები, ქართველები იბერიულ კავკასიური მოდრმა ვართ. ერთი დედმამის განაყარი ვართ მეთქი ყველანი რა. ვანებოთ ამას თავი. ამის შემდგომ მამა გაბრიელთან როცა საუბრობთ, ხო უბრალოდ ისაუბრობდა და ძირითადად მეკითხებს უსვამდა, ის პასუხებს ემდა და ცელი საუბარი არ იცოდა მამა გაბრიელი. მოკლედ და ამოწურავად გეტყოდა. რაღაც ესე იგი
ვახსენე რომ აი ბერად აღკვეცა მიზიდავს მეთქი მინდაო და გაიღიმა და მითხრა შენზე არ არისო უფლის კურთხევაო ბერად აღკვეცისო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში როგორც იცოდა მრავალნიშნულოვნა თქვა სიტყვა გააგრძელა ჯერჯერობით ერთში უნდა იღვაწო ოღონდ არ დაუზუსტები რაში მდგომარეობდა ეს წვა რაზეც მე მოგვიანებით მელაპარაკა უფრო გამოწვევით გამოხდა ხანი ღვთისმადლითა და ნებით უკვე მდელი ვარ და დაიწყო დამხობა ეროვნული ხელისუფლების 90-იანი წლების დასაწყისში გასული საუკუნისა, რასაც ძალიან განვიცდიდი, ბუნებრივია, ესეთი პროცესები ვითარდებოდა და ისეთი ადამიანები იყვნენ აღდგარი, როგორც ვიადის ისე ეროვნული ხელისუფლების მიმართ, რომ არაფერს სასიკეთოს ეს არ გვიქადდა. და იმ დღეებში მოხდა ისე, რომ ჩირქი ჩამედგა უკაცრავად ყბაში, კვილი მქონდა დაზიანებული და მივედი უახლოეს ერთ-ერთ მიმასწავლეს ერთ-ერთ დელისის მეტროსთან ერთ-ერთ პოლიკლინიკაში. ეს ცნობილი ის იყო თურმე არ ვიცოდი სტომატოლოგი და რომ დავჯექი დაინახა მდელი ვარ ლაპარაკი დამეწყო. ესე იგი კვილის დამუშავება თან მელაპარაკება და აი ეს რომ მიდის ეხლა რევოლუცია ვის ხარეს ახარო და მე მოკლედ უპასუხეთ ამ ბამბები მქონდა ყბაში. მაგრამ ეს დამაკავებდა პირველი რევოლუციონერი ზეცაში იყო ლუციფერი. ვინ არივე? სატანა მეთქი. ყველა რევოლუციონერი არის მისი მოწაფე და თუმე თემი სიგუას უახლოესი მეგობარია. არ მოეწონა პასუხი. ორიანი, როგორც იტყვიან ხოლმე. და ადგა და დამთავრებული არ ქონდა დამუშავება, ჩამიდო დარიშხანი, გამიგლისა ეს კბილი და მითხრა რომ ორ შაბათს მოხვალ, ყახეთ მითხრა, ზა გულს გარეთ. ხო მივხვდი არის სიამოვნა. და მე უთხარი იქვე რომ ეხლა ბარხატის რევოლუციას დაარქვენ ბარხატონას თუ ყვავილების მაგას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ყველა რევოლუცია ეს არის მეთქი. იყო პარასკევი, შუა დღე. ამ ორ დღეში განვითარდა ფლუზი, გასივდა ხრა, აი გვერდზე გავიდა რო იტყვიან ხოლმე, ჩირკით გაივსო და იმხელა მქონდა ტემპერატურა რომ თერმომეტრი ვეღარ ზომავდა. არ ყოფნიდა ეს შკალები დანაყოფი. ნუ უკვე ცუდად ვიყავი და ერთ-ერთი ექიმი მოვიდა ჩემი მრევლი ახალგაზრდა. ჯერ ეს გამოუცელი, მაგრამ გულითადი ადამიანი და მამაო საშიშროება არსებობს, რომ სისხლი მოგეწამოს. აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ. რა ვიცი, უშაბათს დამიბარა მეთქი და აი მაკარონ ვახსენე ცინცაძე ის იყო სტუდენტი ამ დროს მოიყვანა თავისი მეგობარი ახალგაზრდა ექიმი, ნაკლებ გამოსტილი, მაგრამ ისეთ გულითადი ადამიანი აღმოჩნდა ვისაუბრებ მე და ამომიღო ეს გაგლესილი რაც ამ ქონდა და დარიშხანიც ამოაგდო. შვება ვიგრძენი, მაგრამ ტემპერატურა არ დაცემულა. ცოტა ჩირკიც გამოვიდა, არ დაცემულა ტემპერატურა და დედა ჩემი განსაკუთრებით ძალიან სულს. არა და შეჭრილი ქონდა სოფელში უნდა წასულიყო ჩემს ძმასთან ერთად კვირაცხოვლობის ტაძარში, ну ჩემთვისაც ელოცა ბუნებრივია და მამა იქვია დაკრძალული და ასე შემდეგ. გადადება უნდა და მე უთხარი სიტყვა არ გადადო მეთქი, რა კი მიეცი ჩადი მეთქი ყველაფერი, ჩემი მეუღლე მომხედავს ყველაფერი ღვთისმადლით კარგად იქნება მეთქი. ეხლა რატო გიყვებით ასე გამოწვეული? ჩავიდა სოფელში, მოილოცეს, საფლავზე სანთელი დაანთეს, ილოცეს და მამა ჩემის ბიძაშვილი შეხვდა და ცოტა კეიფი უყვარს, ცოტა კი არა გვარიანად. და არ დაეხსნა ამათ და წაიყვანა სახლში და გვიანობამდე საღამომდე ყავდა იქ და რაც შეძლო პატივისად, დიდი პატივისცემა იცოდა ხოლმე და არაფერი დაიშურა და ბოლოს წამოვიდნენ დედა ჩემი თანღილას უნდა ადგება დასვამენ და ასე შემდეგ გაატარა ამ ნერვიულობაში და მე უთხარი აქედან რომ მიდიოდნენ რომ ოღონდ როცა წამოხვალთ მამა გაბრიელთან შეიარეთ სამთავროში და მხოლოდ ეს უთხარით რომ მამა არჩილი ავათარის დანარჩენი თვითონ იცის ყველაფერი მეთქი და როცა მოვიდნენ გვიანი იყო უკვე არ ვიცი 8 თუ 9 საათი ადევს კლიტე უხეშიო იმ ლექსში როა დაკეტილი ალაყაფის გარების სამთავროში დიდი კლიტი ადევს და რომელიღაც კაფანდარა ქალი მონასონი ნერვიულად მიმოდის წინ და უკან და ესე ამათ რომ დააშღარულეს კარები, გაიგო, მოვარდა კარებთან და კითხა, მამა არჩილის დედა და ძმა ხო არ ახართ და შეეშინდა თქვენ რა ის მაგის დრო არ არის დილით ანგელოდებათო მამა გაბრიელი როგორ გითხრათო მამა არჩილ შეეშინდათ არც ერთი არის ხო იმ ხანად ეკლესიური გაუღო კარები სასწრაფოდ აიყვანა მამა გაბრიელმა ჯერ შერისხა დედა ჩემი და ჩემი ძმა უფრო დედა
მართალია დედა ხარო, მაგრამ ის უკვე მღვდელია, სამღვდელო მადლს ატარებს და მორჩილება გმართებს. როგორ გითხრაო შენ? ჩახვალ წამოდი დროზე ავდით მამა გაბრიელთან. შენ აი სუფრასთან ისხედით ჭიქებს ურტყავდით ერთმანეთსო. ყველაფერი უთხრა იქ, რაც იყო. ხო და ძალიან შეეშინდა. მე მოეფერა, დაუთბა, არ ვიცი დედაპარასკევა იყო თუ ის მონაზონი თავში რო ასენე, დაუძახა სუფრა გააწყობინა და ესე იგი დააპურა. ესენ დედა ჩემი ჩქარობს რა ეპურება, რა სუფრასთან ჯდომ ერთ სული აქ როგორმე წამოვიდეს და როცა მორჩნენ ასე ვთქვათ მოვაწეობას და თითქოს დაითრო მამა გაბრიელი წამოსული დროს ეუბნება ეხლა მეც უნდა თქვენთან ერთად წამოვიდო და ეს დედა ჩემო რა ვერ მოვიშორეო მე მითხრა მე ბოდიში მომიხატა რომ ვერ მოვიშორეო არ მინდოდა წამოთვალიაო ბერიო დაბრუნდებიანო ხარი არაფერი ეგეთი არ არის შენ არ დაბრუნდე რას დავარია მეთქი სავსებით ფხიზელია მეთქი ესე იგი რომ მოვიდნენ მამა გაბრიელიც ჯერ გზაში სალოსობდა მთელი ავტობუსი მაგას უსმენდა იქ რა რომ მოდიოდნენ და პირველად დედა ჩემა ცოტა სრული იყო მაგრამ გადაასრო ამ ჩია მამა გაბრიელს და შემოირბინა და ყურში მითხრა მამა ვარ მიდოდა არ განერვიულდევას მე არ მომხოდა თვითონ ძალით აგვეკიდაო ეს სიტყვა ეხლა ვთხარი არ იკათრო მეთქი ეგეთი არაფერი თუ რამე არ დაგებართოს მე აღიხსნი მეთქი წადი ეხლა სუფრა გაშალე მეთქი ხო და მამა გაბრიელი რო შემოვიდა ქანაობდა ეს თითქოს ბრალი იყო საწოლთან მოვიდა და კი არ ჩამოჯდა პირდაპირ გადმომემხო და ესე იგი ნიკაპი დამარტყა გასიებულ ადგილას და სამჯერ მომიჭირა მაგრად აი ფილმი ლაზარე როა იქ ზუსტად ესე მთელი ძალით მომიჭირა არ პეტკინა მაგრამ ვიგზენი რომ რაღაც დაიძრა და ყურში ჩამჩურჩულა ნუ გეშინი არჩილა შენი მამა გაბრიელი მოვიდა უკვე წამოდგა მე აბა ეხლა წავედით ვიქეიფოთო ნუ გავიდა დედა ჩემს დროთა განმავლობაში ისეთი დიდი რწმენა გაუჩნდა ცოცხალს როგორც წმინდას ევედრებოდა წიმე ავადმყოფი იყო ჰიპერტონიული წნევა ჰქონდა საცრების დაავადება არ ყოფილაო შვილო მოგვიანებით მეუბნები მეთხოვა მამა გაბრიელისთვის და არ შეესრულა ცოცხალი იყო ჯერ კიდევ მამა გაბრიელი მის ერთ-ერთი დიდი თაყვანისმცემელი შეიქმნა დედა ჩემ და დააჯილდოვა მამა გაბრიელმა რომ დედა ჩემ სიკვდილის წინ სამი კვირით ადრე ცხადში ეჩვენა უკვე გარდაცვლილი ამაზე თავის ადგილას მოგითხრობთ შემდეგ ჩავიწერა რომ ამი არ გამოგჩეს არსებით თუ ყველაფერს არსებით რა თქმა უნდა ვერ გეტყვით წვრილმანებს ასე ვთქვათ ერთხელაც მაშინ ჯერ კიდევ ერთი ტაძარი ჰქონდა პეტრე პავლესი დილა ადრიან 9 საათი იქნებოდა დაახლოებით ვიღებ აღსარებას 5-6 კაცი არის და ამ დროს გარედან ძახილი ისმის არჩილა ხმა მეც რომ არა ვერ მივხვდი ვინ იყო გამოვედი და მამა გაბრიელი შემჩახელში ორ სიტყვიან 5-6 მორწმუნე შეიძლება 7 ზუსტად არ დამითვლია საკმაოდ ბევრი ახდნენ თან და ჩანთები ეჭირათ სტომარს იღებო არჩილა მე უთხარი სტომარი ღვთისაა მეთქი მოგზანდით ხო და ხელცარიელი კი არ მოვიდა აი ნახე რა პრავიზია მოვიტანე მაგარი სუფრა აი მოკეიფებმა რო იციან იმენაზე მელაპარაკება მაგარი სუფრა მოვიტანეო ხო და აქ იყო უკვე ჩვენი ეს რკინიგზის შენობა აი აქით და ცისფრად შეღებილი მაგიდა ადრე აქ რუსები იყვნენ სანამ მე გადმოვიდოდი და რუსი ბაბუშები დადიოდნენ 20 კაცი ხო და აქით გამაგიდა და თამარ ჯერენაშვილი იყო ჩვენი ეკონომოსი და უთხარი წადი მაცივარში თუ კი რამე იპოვო მეთქი ყველაფერი გამოიღეთ დადებეთქი და ესენიც ამოიღებენ და დაალაგეთ მაგიდაზე დააწყვეთ მეთქი ახლა დავსხედით მაგიდას არა სანამ დავსწრით მეუნება შენ უნდა აკურთხო სუფრაო ვაკურთხე მორჩილებისთვის და რო დავსხედით ოღონდ თამადა მე ვიქნებიო ამ სუფრაზე წაიმღერა მე ვარ თამადაო ვინ აღუდგებოდა წინ ხო დაიწყო რაღაც სიტყვებს ამბობს და ქადაგება პრაქტიკულად მისი სიტყვები და ორი დედაკაცი იჯდა აქეთ ხარეს და მაგათი რიგი რო დადგა ისეთი ბილწი სიტყვები შეამკო ვერ გავიმეორებ მე წადრე ამბიონზე ვდგავარ ხო და ეს ენაბილწობა რო დაიწყო მამა გაბრიელმა წამოვდექი და ახალგაზრდა გამოუსწელი მღვდელი ვარ და ჭკუა დავარიგე მამა გაბრიელს ეგ უკვე მამა გაბრიელს სალოსობა არ არის ეს უკვე ენაბილწობა და განაარიცი მეთქი რომ 20 საზვერი არსებობს და ერთი მათგარი ენაბილწობა იმდენად მნიშვნელოვანი ცოდვათა შორის და ეს იგი რა აღშფოთ და არა
იღებება თავს იქნებს. ეგრეა არჩილა, ეგრეა. მედი არაფერი. მე ახლა მაპატიეთ მეთქი, ზევით მელოდებიან, ახსარებენ, უნდა მივიღოთ თქვენ, მიერთვით რამდენი ხანი გქნებოთ, აქ იყავით მეთქი. ამის შემდეგ ხონდა რა შეუძლება, როცა ხელში ჩავიგდებდი ხელში და ჩავდიოდი სამთავროში და მე ჩემ დათავად მიყვარდა ივერის ღვთისმშობელთან ლოცვა და როცა ვილოცებდი, ავიდოდი ხოლმე კოშკში მამა გაბრიელთან. ამჯერად ამის შემდეგ აღარ ამსულა. ესე იგი, სამივეჯერ რომ ჩავედი, სამივეჯერ დამხვდა კოშკის კარებთან. ანუ გულისხმობა ხო რომ იქ ვარ. გამოვიდა ერთხელ, მერე მეორედ, რატო არა მოდიხარ? შვიდად გითხრა, არჩილავო ზევით. ხარი არ ძალიან მეთქი ბევრი საქმე, მართლა 17 წელიწადი მარტო ვიყავი, გადაღლილი ვიყავი, დილის 8:00-დან მოსული ზოგჯერ ღამის 12 პირველ საათს წავდა. ძალიან დიდი მრევლი იყო, აი აქედან იწყებოდა რიგები. პირველი საავადმყოფო და ამდენი მსახურება, წირვალოცვები, ქადაგება, მერე კვირაში ორჯერ საგანგებო სახარების განმარტებით ვასწავლე და სხვადასხვა და ძალიან ესე დროის დეფიციტი მქონდა მართლაც როგორც სიტყვიან. თავი კიტრი არ გონია, მაგრამ როგორც პავლე მოციქული ამას ყველაზე მეტად მე გავისარჯე მოციქულებიდან, თუმცა არამედ სული ღვთისა რომელი იყო ჩემთან, მეც ეს ამხედველო, უფალი შემეწეოდა, თორე უფლისა და მისი ძალის გარეშე არც ერთი რა იძალმიც, არც მე და არც თქვენ გულახდილად, ყოველი კაცი ცუდა ამაოა და ასე შემდეგ. მოკლედ მესამედ რომ გამოვიდა და უთხარი არა ვჩქარო, ვერ ამოვალ მეთქი და არც ამოვალ მეთქი, ბოლოს ეს მივაწახე. და დაიწყო ტირილი. რატო? მაპატიო. მე უთხარი მესამედ, რატო და აი ენაბიო წობის გამო მეთქი. მაპატიო, მართალი ხარო, სოდვილი ვარო, ნაგავი ვარო, ერთად მოხვედილი და დაიწყო ტირილი, გლოვა საკუთარი თავის. ამის მერე უკვე დაახლოებით თვენახევარში გარდაიცვალა. და როცა მითხრეს უკვე მძიმედ არის კოშკში და პრაქტიკულად ვეღარ დგება და ასე შემდეგ, ესე იგი უგონობს გული მომილბა ახატაში ოჯახს გასვენებდა ჩვენი მრევლის სულიერი შვილი და თხოვე რომ ვაშლი წიფდებოდა რომ დაუკრიფო მამა გაბრიელი ცუდა წავი კიო გამეხარდება პირიქით ავედი ხეზე დაუკრიფე ჩამოვიტანე ესე იგი მამა გაბრიელს გაეხარდა ძალზე ვაშლი კი არა ჭამის თავისაკ დედა პარასკევა თქვა ესე იგი 1-2 კოს სუქს თუ დალევს ოხრიპავს არ აქ თავი ჭამის არც სურვილი აქვს სხვა შორისაც ადამიანი მადას კარგავს ავადმყოფობაში ეს ერთ-ერთი ნიშანია რამოდენიმე ნიშნიდან რომ სიკვდილი ახლოვდება ეხლა თქვენ არ გეუბნებით თქვენ მადას არ უჩივიხართ და გემოთმოყარებით სახარ და ნაყროვანების არ მიადგეთ ეხლა უფრო მეტად მაგას არ გეუბნებით აქ მომაკვდავსია ლაპარაკი წიმი ავადმყოფზე და მე არც მიკითხია რომ მოვიკითხე მე იმავე პატარა სკამზე დამსვა სამფეხა სკამზე და მე მითხრა ამოდი აქ დაჯექილ ტახტზე დამსვა თავის სადაც იწვა და დამიწყო თავის მეკითხვები არ დამისვავს ლაპარაკი უკანასკნელ შამზე რა მოვლენები დატრიალდება საქართველოს ეკლესიაში აი ეს ქისმატური მოძრაობა რომ დაიწყო ამაზე თქვა წინას რა მოვლენები დატრიალდება ეს როგორ დამთავრდება რომ ნაწილი გავა და გაიყვანენ ეკლესიიდან და სხვადასხვა სოფლიოში რა მოვლენები დატრიალდება ამ ძიმე მდგომარეობა იქნება ეკოლოგიურადაც ომები და სხვადასხვა თითქმის 3 საათნახევარი 4 შეიძლება მეტიც მით დროის აქმა დამეკარგა ამ ლაპარაკში ახლა მეც ღვთისმადლით ბევრი რამ მაქვს წაკითხული ბოლო შამსზე და მოვლენებზე და ყველაფერი როგორც სიტყვენ ერთ-ერთში ემთხვეოდა მისი ლაპარაკი ოღონდ ეს არ ვიცოდი რომ აქ სქიზმატური მოძრაობა დაიწყებოდა რა თქმა უნდა ეს არსად არ ეწერებდა რომ ბუნებაში არ იყო ჯერ როგორც სიტყვია ხოლმე მოკლედ დაიღალა და თხოვა რომ ახლა მაგიდასთან გადამსვიო და დიდი წვალებით აწუხებდა ეს მოტეხილი ფეხი და შაქარი ძალიან მაღალი ქონდა ბოლოს პრაქტიკულად კბილების აღარ ქონდა არ ჭამდა და ვერ ჭამდა ყველაფერმა ამ გარემოებებმა დაასუსტა საგზნობლად მაგიდასთან რომ დავსვი 15-20 წუთი იყო მეტი ვერ გაძლო ტკივილების გამო და მთხოვა რომ უკან ის ყველასთან არ ამჟღავნდა ვისთანაც ახლო გრძნობდა თავს მისთვის შეიძლება ეთქვა რომ აი მაგალითად მაწუხებს და შეიძლება არც ეთქვა მოთმინება ჰქონდა სხვა რაოდენობა მე ისე უკან გადავსვა და ბოლოს დაამთავრა ლაპარაკი საკმაოდ დიდხანს ისაუბრა და დამლოცა და მითხრა ჩემი ბერობის შესახებ მანამდე კიდე მიზინასწორად ყველა ჩემს მომავალზე. ეგ როგორ მოხდა? ნაწილობრივ სისავსით ვეცდები გადმოსცემ. 1995 წელს შემოდგომაზე კათოლიკოსის ლოცვა კურთხევით მოწვეული იქნა ივერიის ეკლესიის საეკლესიო კრება გაფართოებული. იქ დელეგატებს ასე ვთქვათ, თავად საპატრიარქოდან მოუხმობდნენ
მეც როგორც პეტრე პავლეს წინამძღვარი მოვხდი ამ სიაში და ასე აღმოჩნდი ამ კრებაზე, საეკლესიო კრებაზე. მოდელს ჰქონდა უფლება მხოლოდ 10 წუთი ელაპარაკა, თუ რამე მნიშვნელოვანი საკითხი ჰქონდა. საღამოში ამ როცა ეპისკოპოსებმა ილაპარაკეს, იქ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებიც იყვნენ, რატომღაც სიტყვა ვითხოვე მეც. ერთი-ორი მღვდელი გავიდა, მე ყველას, ვინც გულშემატკივარი იყო ჩვენი ეკლესიის, უნდოდა რომ ეკუმენიზმი დაგმობილი ყოფილიყო და ასევე ერისკაცებს მორწმუნეებს და ჩვენი ეკლესია გამოსული ერწოდებულ სოფლიო საბჭოთან ეკლესიათან, რომელიც ეკუმენისტური გაერთიანების საბჭო იყო, მოკლედ რომ გითხრათ, სხვა რელიგიების და შიდა ქრისტიანული სექტებისა მართლმადიდებლობასთან. და დასაძრახად მიგვაჩნდა, რომ მართლმადიდებლები იყვნენ ამ გაერთიანებაში. ერთი სიტყვით სიტყვა ჩავილდე და ხშირად მithქვამს, ქართველი ვარ, მაგრამ როცა საჭიროა მეგრელზე ჩქარა ვლაპარაკო. ისე ჩქარა ვილაპარაკე, 10 წუთში გამოვთქვი ყველაფერი, ვიცოდი გამაწყვეტინებდნენ. ნუ პატრიარქი ნახეთ როგორ მოიქცა. როცა დავასრულე არსებითად ყველაფერი, წამოდგა და მშვიდად მითხრა, დააბრძანდით მამა არჩი. გასაგებიაო, საკმარისიაო. და თვალებში რო შევხედე ეწერა, ახლა უნდა დაჯდე. ვიცი რომ ფიცხი ხარ, მაგრამ უნდა დაჯდე. თავი დაუყარე, როგორც მაგურთხეთ მეთქი და თვალებში სიხარული ჩაუდგა. მე ამ ნიუანსებით გარკვეულ რამეზე მივანიშნებ რაღა თქმა უნდა. ერთ სიტყვით დამშტარი არ ვიყავი და ერთ-ერთი მღვდელი, რომელიც დივანი იყო იმ კრების, სურგს უკან იწყებს ლაპარაკს, ყეფას რა ვიტყოდი მე. დაცირმა და ეხლა ვიღაც არა ვარ, დეკანოზი ვარ, მღვდელი ვარ და ადამიანი ვიღაც გამოვიდა ეხლა რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ დაცირმით. ღმერთმა ისე მოაწყო, ორ თვეში ჩემთან ამოვიდა დახმარებისთვის, თავდადრეკილი. და შემდეგ ისე მოხდა, რომ საერთოდ მღვდლობიდან გააყენეს. არა ამის გამო, რა თქმა უნდა. ერთი სიტყვით ცოტა გავწპილდი. გავღიზიანდი ამ მღვდელსაც და გადავწყვიტე, რომ სახლში კი არ დაბრუნებულიყავი თბილისში, არამედ სამთავროდან წავსულიყავი, ესე იგი სამთავროში წავსულიყავი მამა გაბრიელთან, რომ მომეყოლა ყველაფერი. და როცა მივედი სამთავროში, კიბებზე რო ადიხარი, ხო თუთაიტე, ეხლა არც ის თუთა არ უნდა მოეჭრათ, მე რომ მკითხო რა. დიდი მნიშვნელობა აქვს, ისტორიული რაღაც არის რა ესე. იქ ძალიან ხშირად იჯდა მამა გაბრიელი და საუბრობდა ჩვენ სარწმუნოებაზე. და ეხლა შენ თუ მეტყვი რომ იერს ამახინჯებდაო, თქვენ კიდევ ისტორიას ამახინჯებთ. არც ის საკათმე უნდა აგებოთ, სენაკად გადაკეთებულ არც ეს თუთა რა. ჩემ და თავად ვამბობ, მაგრამ მე ვინმე კითხება, რომ გამოვქოთ ჩემ შეხედულებას. ხო და კი არა, წმინდა მამებს, სადაც ფეხი დავოდგათ, ყველგან სიწმინდეს შეუტანიათ. ადგილი კი არ განწმენს ადამიანს, ამბობენ წმინდა, არამედ ადამიანი წმინდა განწმენს იმ ადგილს. მოკლედ ავედი თუთიწყლის კუბო დგას, კუბოში მამა გაბრიელი წევს, გვერდზე უდგას, აი იქ როგორც გამოვხატეთ. ერთ-ერთ ფრესკაზეა გამოხატული, დოქით ღვინო, ლავაში დამამახსოვრდა, ლავაში იყო და უბრალოდ პური და ჭიქა ღვინით სავსე. და დირიჟორობს. ახალგაზრდებიდან არ ვიცი 20-22 რამდენია და დირიჟორს დამამახსოვრდა ღირსარს ჭეშმარიტად გალობენ. ეხლა წარმოიდგინეთ ერთბაშად უცხო ადამიანი სარაეკლესიო შეიკ უცხოელების მოდიოდნენ გაოცებულები ესე იდგნენ რამდენიმე წუთი და უყურებდნენ რა ხდებოდა ვერ გაიგო. ბერი წევს კუბოში გთვალია დირიჟორს. და თითქოს განზრახო სმენა არ ჰქონდათ იმ ახალგაზრდებს. ვერ გალობდნენ, მაგრამ მორჩილების გამო გალობდნენ. აკურთხა და გალობდნენ როგორც შეეძლოთ. ხო და რომ ავედი ზევით დავიჩუქე ცალმოხზე, იქაც ისე ვარ გამოხატული ორი მოხლით, როგორც და ყურში უთხარი მამა გაბრიელს. ესენი რომ მორჩებიან, სათქმელი მაქვს ცალკე მეთქი. როგორც კი მორჩნებ, სალოსურად გაღარა, აბა ეხლა დაიკარგეთ ყველანი, არავინ არ აგნახოთ აქ. ახალგაზრდები ვერაფერს ვერ მიხდით. ჯერ თბილად ელაპარაკებდა, აგალობებდა, დირიჟორობდა, ახლა კი გატარა მკაცრად. ნუ მარტო რომ დაგჭი და დავაპირე მომეყოლა, პირი გავაღე თუ არა. მამა გაბრიელმა თვითონ მომეყვა რა მოხდა კრებაზე. გამიკვირდა ძალიან, რა თქმა უნდა. ამაზე ამბობს ივანე ოქროპირი, ეს არის წინასწარმეტყველება აწყოზე, იქ ლაპარაკობდა და აქ ესმოდა. სვეტისყოელში ლაპარაკობდი და სამთავროში აცმოდა. ეგეც არაფერი. ორმა იმ ახალგაზრდებიდან მოგვიანებით ერთი მათგანი ჩვენი სულიერი შვილი იყო, მარინე
ვესაუბრებოდა რწმენას და უცბად გაწყვიტა ლაპარაკი და თქვა ჩემ არჩილას ვენაცვალე აი ამას და ამას ამბობსო მე ვუთხარი აბა რა გითხრათ მეთქი მითხარი რომ შემედარებინა მე რა ვილაპარაკე და იმ თემაზე ელაპარაკა რაზეც მე ვსაუბრობდი როცა მორჩა ლაპარაკს რას ვლაპარაკობდი მე მოთხრობას იმით ცოტა მკაცრი სახით მითხრა მამა გაბრიელმა შენ თუ აქამდეო სატანის ანგელოზი გებრძოდაო როგორც მღვდელს და მორწმუნეს ეხლა თავად სატანა გადაიკიდე ამ სიტყვით და ბევრ განსასწრებს ელოდეო არ დალეულად თხლესავით ეს განსასწრები ჩემს თავზე დღეინდელა დღემდის გულახდილად მითხრათ ერთხელ ჩვენს მრევლს მარიამს აც განსვენებულს ხანდაზმული ადამიანი მასთან იყო ჩასული ისე ბევრი ჩადიოდა უკვე პოპულარული გახდა მამა გაბრიელი და ასე შემდეგ გარდაცვალებამდე განსაკუთრებით და იმას უთხრა ვინ არის შენი მოძღვარეო მამა არჩიო როგორი ბიჭიაო ჩემი გამოცდილიაო ну ამანაც დამახასიათა როგორიცაც ამა ძალიან დიდი მრევლი ყავსო და თან მარტო ვიყავ იმ პერიოდში განსაკუთრებით და ჩემი გამოცდილიაო ბოლოს დაიმახსოვრე თუ მრევლმა ისე იქნება როგორც მე ვარო სულ ფიქრობ ესლებია ესე იგი ეს იყო ეს საუბარი შედგა 1995-16 წლებში იმის აკეთ სულ ფიქრობ რა იგულისხმება ის რომ ძიმე დაავა და შაქარი ქონდა მეც მაგ შაქარი სახსარი გადატეხილი სახსების და ვცდილობ რომ რაღაცაში დავამთხვიო რა ის რომ ამუჩათ იგდებდნენ ლანძღავდნენ დასინოდნენ ცილსანდნენ არც ეს მაკლია ბოლო დროს განსაკუთრებით რატაცი მადლობა უყავს ეს მე მაფხიზლებს და არ მაძლევს საშუალებას მოვდუნდეთ და ან მარჯვნივ გადავხვიო ან მარცხნივ აი ამისთვის მადლობ ამ ცილის სამებლებს და შეურაცხყოფლებს მაგრამ აქვე მოვიგონებდი გალაქტიონის სიტყვებს მე რომ მიყეფავენ ავი ძაღლებია და ძაღლს უფლის ერთ ნაუბარში ივანე ოქროპირი ადრის ათეისტებს უღმერთულებს დავანებოთ ამას თავი ღმერთმა ყველა სინანული მოგზე ჩვენს და იმათაც ამიტომ როდესაც იხატებოდა მამა გაბრიელის ტაძარი საგანგებოდ 7 ეპიზოდი ამოვირჩიე ხატმწერთან ერთად მამა გაბრიელის ცხოვრებიდან და ერთი მათგანი ფიქრობდი უნდა ყოფილიყო ეს სადაც ის წინასწარმეტყველებს აწმოზე და მის წინასწარმეტყველებს მომავალზე პირადად მე რა იქნება საბოლოოდ ასევე ერთ-ერთი მისი სულიერი შვილი იყო რომელსაც წიგნიც გამოსცა ახლა რუსულადაც გამოვიდა ძალიან პოპულარულია რუსეთში უკრაინაში ბელორუსიაში რუსულენოვან სამყაროში ეს წიგნი მამა გაბრიელი საკმაოდ გამოწვლილვით არის ბევრ რამეზე ლაპარაკი მამა გაბრიელის ნაუბარზე შეხედულებებზე მის ცხოვრების წესზე თავისებურებებზე და ესე შემდეგ კეთევანი არის ეს ადამიანი ამას ინათაც იყო ჩემთან ვისაუბრეთ და მითხრა ამ საუბარში რომ აი ერთხელ კოშკის წინ ვისკენ პატარა სკამი ქონდა თუ გახსოვთ და ბოლოდნელად მეუბნებაო იმ მღვდელს იცნობო თქვენ იყავით შედიოდით ტაძარშიო ფერი ცვალების კი როგორ არა მამარჩილია ბევრი იცნობს ამასო და საწყალი რა ახალგაზრდა და რა მძიმე ჯვარი მისცა უფალმაო და ამ ჯვრის სიმძიმეს მე მთელი ჩემი ბლოგის განმავლობაში გრძნობდი მაგრამ მამხნევებდა და მანუგეშებდა ერთის ხრივ ის რომ უფალი არის ყველას მეპაჰარაკე მანაგვიწია ჯვარი ყველას და ჩვენი ცოდვები იტვირთა და უძლურებანი და ნაკლოვანებანი მეორეს ხრივ მამხნევებდა ჩემი მრევლი რომლისგანაც ძირითადში ვამბობ სიყვარული და სითბო და თანადგომა და თანაგრძნობა არ მომკლებია არც სულიერი გაგებით თუ გნებავს ხორციელითაც აქაც შეიძლება შევჩერდე რა სასწაულებრივი შეწევნანი მომხდარა რა თქმა უნდა ყველაფრის წყაროს თვალი არის თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მას ყავს თავისი დაფარული თუ აშკარა მონები რისთვისაც მადლობ ჯერ ღმერთს ვერ ჩემს წყალობლებს თუმცა რა თქმა უნდა არიან ისეთები რომელსაც ესე იგი სიძულვილიც კი აქვთ ზიზღიც და ასე შემდეგ არაფერია ყველა დავდგები ჩვილო უფლის სამართლიან სამჟავროზე და წმინდა მამები ამბობენ და ასეთებმა დაიმახსოვრო თუ მოძღვარი დააკლებსო არა მარტო სწავლებას თავისუფლებას არამედ შერისხვას ხილებას დატუქსვას როცა ეს საჭიროა
იცოდეთ, რომ ორივე იქნება მხილებული ქრისტეს სამშაბლოსეო. აი ესე უნდა მივიღოთ ყველაფერი. თქვენ რა ექიმს როცა იღებთ ხორციელად ავადმყოფები, რას თქობთ, რომ ტკბილი წამლები გამოგიწეროთ? ეუბნებით ასეთ რამეს სისულელეს? არა. არც გეკითხებათ. ზოგი წამალი ხშირად გითხოვს, ტკბილია, ზოგი მწარია, მაგრამ ყველას ერთი დანიშნულება აქვს. განკურნოს ადამიანი, შეაჩეროს პროცესი დაავადების. როგორც თავში ვახსენე, დედაჩემი უკვე მძიმედ არის, 3 კვირა დარჩა თურმე გარდაცვალებამდე. ძალიან ღვთისმოსავი ცხოვრება იწყო განსაკუთრებით ავადმყოფში. მეორედ როცა ესე იგი დაარტყა წნევამ, ინსულტი დაემართა და ასე შემდეგ და პრაქტიკულად საწოლიდან ვეღარ დგებოდა და მე უკვე ლაპარაკიც ძალიან გაუჭირდა. ექიმი მომყავდა ხოლმე დრო და ერთხელაც უკან ვაბრუნებ დამამახსოვრდა თავისუფლების მოედანთან ცხოვრობდა შუაღამის პირველი საათი იყო და გზაში ვეკითხები რატო ხდება მეთქი როგორც ექიმს გეკითხებით რომ დედაჩემი როგორც კი აგონიაში ჩავარდა არა ერთხელ და გვეგონა რომ გვეკვდებოდა რატო ხდება აგონიაში როცა ვარდება სულობს მეთქი ან უფალს ევედრება ან ღვთისმშობელ მარიამს და ექიმა ასეთი პასუხი მომცა ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში შვილებისთვის ევედრებოდა ეს ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში რაზრუნვის საგანიც ჰქონდა იმას იგონებს და იმასე ლაპარაკობს აგონიაშიც უკვე ფეცნობიერებაშია პრაქტიკულად ადამიანი სადაც ენით გამოუთქმელი სიყვარულით უყვარდა თავისი შვილები და უკვე აგონიაშიც რო იყო და მამა გაბრიელი იხილა აი ნახეთ რას თხოვა მას ბევრი უმეტესობა შევედრებოდა დამტოვე ცოცხალი გამომაჯამრთელი ესმინდა ისმინდა არა მხოლოდ შვილებისთვის ევედრებოდა და მისი ლოცვის ძალას მე დღემდე ვგრძნობ ჩემს თავს მოგლეთ დაახვევით 3 კვირა თურმე მე გარდაიცვალა და გავიგეთ უნდა გარდაცვლილიყო და უკვე ძალიან მძიმედ არის და მე ტაძარში უნდა წამოვიდე თავად მე ვაზიარებდი ხოლმე ბოლოშავს სიარული აღარ შეეძლო სხვა მგდელი რო არ შემეწყვებინა და ტაძარში მოვდივარ და ჩემს ბარბარეს უთხარი პატარა იყო მაშინ უმცროს ქალიშვილს რომ პატერიკული მოთხრობები ვიეცი ძალიან მარტივ ენაზე დაწერილი რთული არ არის მეთქი შვილო კითხვა უკვე კარგად იცი მეთქი წაუკითხე მეთქი ეს თვითონ ვეღარ კითხულობს მეთქი და ესე იგი რომ დავბრუნდი ყველა შეშფოთებული დამხდა სახლში და მე ბარბარეს დავისვი დედასაც ცალკე დაველაპარაკე რა მოხდა როდესაც კითხულობდა პატარა ბარბარე უკვე ბინდდებოდა და თხოვე რომ შვილო შუქი აანთო როგორც კი შუქი აანთო ჰაერში დავინახე მამა გაბრიელი აღვაწერინე როგორი შესამოსელი ქონდა სახელები არ იცოდა რა ქვია კონკულ ბარტყულა ეხურა მანტია ქონდა საბერო ანაფორაზე მოსხმული სამღვდელო ანაფორაზე მოსხმული და ჰაერზე იდგა და როგორ ლაპარაკობდით მეთქი სიტყვებით არა გონებაში მე მესმოდა მე ვიცოდი ის რას ამობდა მან იცოდა მე რას ვამბობდი უთქმელად გონებაში ხდებოდა ეს საუბარი და რას თხოვე მეთქი ჩემი შვილები დამილოცეო 3 შვილი ყავდა 3 გარდაეცვალა შობიარობის შემდგომ ვერ მოასწრეს ჩაყვანა და ასე შემდეგ რაიონიდან სოფელში და სხვა მოკლედ და რატომღაც ხლა უკვე ხმამაღლა ვიტყვი გამომხო მე და თქვა ხო 3 ვეზეს თქვა ჩვენ ანგელოზები ყოველთვის ვიდგებით მამა არჩილის გვერდზე პირველად დამიძახა მამა არჩილი მანამდე სულ არჩილას მე გლობაშიც არჩილას მეძახა მამა არჩილის გვერდზე და იცოდეს რომ მასთან ვართ ეს შემთხვევით იყო უდიდესი ნუგეში არც ხილში ჩავარდლია, არც რაღაცა წარმომიდგენია. 1000 მადლობა შეუთვალე უფალსაც და მამა გაბრიელსაც. ან კი რა, სიტყვით და სიყვარულით დავშორდით ერთმანეთს, ვიდრე აღესრულებოდა. მე ეს როგორც ესეთი მე მასთან ხშირად არ ვიარებოდი, არც მგდელი რო გავხდე ყოველთვის დიდი მრევლი მყავდა, უბრალოდ ფიზიკურად არ მქონდა ამდენი რომ განსაკუთრებით როცა პეტრე პავლეში გადმომიყვანეს 17 წელიწადი და მარტო ვიყავი. ძალიან დიდი მრევლი იყო. ამ მრევლის სიხშირემ გამოიწვია აუცილებლად ტაძრები აგებული იყო. საერთოდ აქ უნდა აგებული იყო აი ამ ადგილას დიდი ტაძარი, როცა პირველად გადმოგვეცა ეს ტერიტორია.
და აქ კალანდაძე როა დაგზავნილი მის ნაცესავებს თხოვეთ შევთავაზოთ ჩვენი ხარჯით კარგ ადგილას გადაგისვენებთ და დაგიგრძალავთ და წესსაც აუგებთ. უარი თქვენს, მანდ უნდა ესვენოსო. გარდა მაგისა, რომ ეს ადგილი არ დაგვითმეს, აი იქ წირუმარის საფლავი, ლიმნიკა რო აწერია. ვიღაც ცეხავი კი იყო, როგორც ამბობ, ღმერთმა შეიწყალოს არა მაქვს საქმე მაგის საქმიანობასთან. უბრალოდ ეს მიწაც ეკუთვნოდა რომ გადმოგვცეს ეკლესიას, მაგრამ რა გააკეთეს დირექტორმა და მოადგილებმა. აი წარმოიდგინეთ. ზურგს უკან გაყიდეს ეს ფულიანი კაცი იყო. სოლშოს მიყიდეს ეკლესიის მიწა უკვე საბუთით და ასე შემდეგ იყო ჩვენი. მიყიდეს ამ ხალხს 3-4 ადამიანი დაიგრძალება კიდევ იქ. ანუ ჩამოაჭრეს ეკლესიას და დაკრძალეს. მეორე ეს ერთ დღეში გააკეთეს ყველაფერი, რომ მე ისეთი დღე შევირჩიეს, რომ კვირაში ერთხელ ვისვენებდი, იმ დღეს არ ვიყავი. მეორე დღეს მოვედი უკვე და ესე იგი ფაქტის წინაშე და რა უნდა მექნა ახლა? ამოეთხარათ მიცვალებული, თუ არასწორია და არაქრისტიანული იქნებოდა. მეორე დღე გულდასაწყვეტი იყო და პატრიარქს როგორც ინფორმაცია მივაწოდე, შემრისხა პატრიარქმა. როგორ დაუთმე ეკლესიის მიწა კერძოფლის? მე უთხარი არც მკითხეს მეთქი, იმ დღეს არ ვიყავი სწორედ მეთქი და განზრახ დაამთხვიეს იმ დღეს და აი დაგრძალეს, მე მიცვალებულს ვერ ამოვთხრი მეთქი მე. პატრიარქმა მე გაჩვდა აღარაფერი აღარ უთქვამს და ეხლა რა არის? გავიდა ცოტა ხანი და საფლავის დირექტორი, რომელმაც ეს იკადრა, ანუ სიწმინდეთ პრეხელობა ეკლესიის მიწა გაყიდა. დაავადდა ათვისებიანი სიმსივნით. აი ჯვარი დამისახია. წერილი გამომიგზავნა, უკვე მძიმეთ იყო. უცბად მოეღო ბოლო რო იტყვიან ხოლმე. წერილი ცრემლებით იყო დასვენებული, სადაც პატიებას ითხოვდა როგორც წინამძღვრისაგან, რომ ზურგს უკან ასეთი რამე გააკეთა და თვითონვე დაზინა, სად მიმაქსო ეხლა ეს ფულიო, რა თმინდოდაო. მეორეს თანაშემზე მიყვა იმას, ისიც მალე გარდაიცვალა. ჩვენთან დავა და კამათი ადვილია და ჭეშმარიტებასთან შეუძლებელი. არ ვაზვიადებ ეკლესიის ეზოდა, თუ ის ეკლესიას ეკუთვნის, ტოტის კი რომ მოტეხო, უნებართო და წაიღო, ამას ხალხურად ქვია მიზეზიანობა. ოჯახში დაგეწყება მიზეზიანობა. დავა კამათი, ჩხუბი, დაპირისპირება, წარმატებლობა მატერიალური და ასე შემდეგ. რატო? იმიტომ ეს არის ეკლესიის. კურთხევის გარეშე დიდი ჟულის კანონში წერია, რამე ნივთიც კი რომ მოძველდესო, არა საეკლესიო მნიშვნელობის, მაგრამ ეკლესიის კუთვნილი ტაძრის, თქვა ხალჩა, კურთხევის და იმისი გაცემის უფლებაც კი არა გაქვს. ეხლა რა დაემართებოდა, ძნელი არ არის მივხვდი ასეთ ადამიანებს. და ბოლოს თეაქარის ოპერაცია. ჩვენ ძველმრევლს ახსოვს, რამოდენიმე წლის წინათ ნიკოლოზობას ჰქონდა ძლიერი შეტევა. ხადაგებდი თუ გახსოვთ ამ დროს ამბიონზე ვიდექი და ნაწლავი ჩამეჭედა. იცის ენით აუტანელი ტკივილი. უბრალოდ ფიზიკურად ტკივილს არ დაგიდებდი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. მნათეს მივეცი კურთხევას, კამი გამომიტანა და დავჯექი ბრევს ბოდიში მოუხადე და განუმარტე ფიზიკურად ვერ ვდგევარ მეთქი და მინდა დავასრულო წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება. ღვთისმადლით დავასრულე კიდეც. ესე იგი იმ საღამოს თავისი რჩეული გამოგზავნა მიიღეთ როგორც რაღაც იგავი, რასაც გიყვებით. და შემომითვალ, მამა არჩევსო მგონი ოპერაციის ეშინე რა ფეხს ითრებსო. იმიტომ წინა დღეებში ლაპარაკი იყო, რომ ექიმმა მითხრა ქირურგმა, რომ აუცილებელია გაკეთდეს ოპერაცია. ეს კურნალობა ამისი არ ხდება. თან ორ ადგილას ხონდა ერთდროულად. ერთი მათგანი ძალიან მოუხერხებელ ადგილას სიარულშიც კი მიშლიდა ხელს. ხო და მაგას ეშინიაო და მე ვიქნები მაგასთან თელი ოპერაცია. ისე გაუკეთებ, საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებს. აი ჯვარი დამიწერია. მეორე დღეს ყოფილ რესპუბლიკის ავადმყოფოში წევარ საოპერაციო მაგიდაზე. და ოპერაციას მიკეთებს ჩემი სულიერი შვილი პაპუნა თოლორაია, დღემდე მრევლია ჩვენი. მეორე არის ირაკლი, ცნობილი ექიმის შვილიშვილი არის და არაჩვეულებრივი ექიმი ჩვენს გვერდით არის. მეზობლები ვართ, ასე ვთქვა. ახლა უკვე. ხო და ეს ორი მიკეთებს ოპერაციას, მომზადება შედის რომ ნარკოზი გამიკეთო. ამას ოპერაში ესე იგი ერთმა ექთანმა სანიტარმა რაღაც მკითხა სარწმუნოებაზე, მე მეტი ხო არ მინდა, საფაბი მომცეს. დავიწყე ლაპარაკი ჩვენ სარწმუნოებაზე. აღარც ოპერაცია მახსოვს, აღარც ექიმი, აღარც ნარკოზი. სამი ნარკოზი გამიკეთეს სხვადასხვა და ვერ მიყუჩებენ. და ბოლოს შეშფუთდნენ.
ერთი რიგია იქ, სხვას უნდა გავუკეთო. ხო არ მოქმედებს, რა ესე როგორ გავუკეთოთ, ერთმანეთში ჭოპენ ქირურგები და მე მესმის, იმიტომ რომ არა ვარ გათიშული. და ჩვეულებრივ ვარ ვლაპარაკო და დავიწყე მე საუბარი მამა გაბრიელზე, რა კი მისი ხსენებაა. არის დღეს ამად უყვები ამას კიდევ. მამა გაბრიელზე უყვები და ამას ოდეში სანიტრები, ექთნები, ექიმები ნელ-ნელა გროვდება და გაივსო ის საოპერაციო. და ეს ამანაც გააღიზიანა ქირურგი, რომ აქ რა უნდა თუ ამათო ოპერაციის დროს. არა ამას გავიკეთებ თუ ისე არ დავდგებითო და ასე შემდეგ და ამას ოდეში ერთ-ერთი სანიტარი ჩამოვიდა ზედა სართულებიდან თქვა რომ ექიმი თქვა ქალი არ მახსოვს ლამარა თუ რაღაც გვარი თქვა და იმან მამა არჩილი ძალიან მიყვარს რომ გაიგო რომ ნარკოზი არ მოქმედებს აი ეს ძალიან ძლიერია იმოქმედებს მეხსეულათო და ჩემი პატივისცემის ნიშნად არაფერი არ მინდა აი ეს ჩემგანო გავუკეთეთ მამა არჩილსო და როგორც კი გამიკეთეს რამდენიმე წამში გავითიშე მე პაპუნას ვკითხე კარგად რომ გავხდი და ესე ბოლო სიტყვები რა თქვიო აი მამა გაბრიელის მოვიდა წავედიო მე და გაითიშეო ეს იყო თქვენი ბოლო სიტყვები ესეც არ არის ყველაფერი გამოგზავნა ესე მეორე დღეს შემოვიდა ერთანი ჩემი მეუღლია თავზე მადგას როგორც ჩემ გვერდიდან ეგ და ნემსი უნდა გაგიკეთო რატომ მეთქი რა ნემსია მეთქი შულო დავინტერესე გამაგუჩება არა მტკივა მეთქი და რა თქმა უნდა გამოჩება მეთქი მე მოვალე ვარ გაგიკეთო კი თავისას ამბობს ბოლოს თქვა რომ გამანთავისუფლებენ და რა ვიცი და ცოლმა მეთხრა ცოდვაო არჩი არ გააგდო სამსახურიდან გააკეთებინა ცოლის ხათრით გავიკეთე ნემსი არანაირ როგორც აღმითქვა მამა გაბრიელმა ასე მოხდა ვერც ოპერაციის დროს და ვერც პოსტოპერაციის პერიოდში ვერაფერი ვერ ვიგზავნე, არ ვიგზავნე და მალევე გამომწერეს იქიდან. ესეც არ არის ყველაფერი. მეორე დღეს რამოდენიმე დღის მერე უბრალოდ გამოგზავნა ერთ-ერთი თავისი რჩეული და მითხრა, ხო დაგპირდი რომ ვერაფერს იგზნობო, რად გინდოდა რომ იკეთებდი იმ ნარკოსო. მე ვთხარი რა ვიცი. შეშინდრიან მეთქი, შეიფოტრენ ქირურგები. ხო, სულ შენთან ვიყავი, ერთხელ გამოვედი მარტო სინოდის კრება იყო. საღამოთი მოვიდა სალომე ჩვენი გოგინაშვილი და მითხრა რომ მახარა მამა გაბრიელი შერაცხეს წმინდანებშიო. მოულოდნელად სულიად და თან იმ დღეს. ესე იგი, შენთან ვიყავი ოპერაციაზე. არჩილა. ოღონდ ცოტა ხანი გავედი სინოდზე, აბა ერთი რასი ლაპარაკებენ ჩემზეო. და ეს მოხდაო რა. მერეო საღამოთი წავედიო ჩემს საფლავზე სადაც უწმინდესი ჩავიდა და პარაკლისი გადაიხადა პირველიო დანარჩენი სულ შენთან ვიყავიო გნებავთ დაიჭერეთ გნებავთ არა ფაქტი რა არის ერთდროულად ორი ოპერაცია გამიკეთა წარმატებით ჩაიარა და არანაირი ტკივილი არც არც შემდეგ არ მინახედა ეს შეგეწიოთ ყველას მამა გაბრიელი ყველა თქვენს ჭირვარამში სნეულებაში თუ განსაცდელებში და ნუ მეტყვით რომ რაღა მაშინო იმიტომ რომ მამეთ არის ჩვენი ცხოვრება სავსე 70 წელი როგორც სალონში წერია სიცოცხლისა და უმეტესად ესე იგი ჭირვარამი და ტკივილები ადამიანისა მოვედით ახლა ჩემო საგვარელო მე ღრმად წავსო მამა გაბრიელი დღეს როცა მისი დღესასწაულია სამთავროშიც არის მის მოსახელე ტაძრებში ყველა დანარჩენ ტაძრებში მე მოივლიდა სადაც ადიდებენ მის სახელს და ევედრებიან ღმერთთან მეოხებას და ფიქრობ ჩვენ სოდვილებთანაც იქნებოდა თუ არ არის საფუძველი. ასეც ყოფილა, როგორც გნებავთ ისე მიიღებო. წირვა ლოცვებზე ჩვენთან არაერთხელ ყოფილა მამა გაბრიელი. სუბოლო ერთ-ერთი მათი გამოცხადება იყო პეტრე-პავლეს ტაძარში, ძირითადად პეტრე-პავლეს ტაძარში ხდება ეს წირვისას სერაფიმ საროველთან და მატრონა მოსკოველთან ერთად. ეს ერთი იდგა აქეთ, მეორე იქით და მამა გაბრიელი ზურგი. ხშირად ასე ხდება, ისეთ საიდუმლოები ხდება წირვაზე, ამას მინდა მამებთან ვკითხულობ, რა თქმა უნდა, რომ პირდაპირ ყურში ეჩურჩულება, ვის სული წმინდა და ვის ესა თუ ის წმინდანი, რასაც ლაპარაკობს. აი ერთბაშად რაც მომაგონდა ბასილი დიდის ცხოვრებიდან. მოგაგონდა ეფრემასური რო იყო ამოსული და რას ხედავდა, რომ ხარზე, მარჯვენა მხარზე ეჯდა კრედის მსგავსება, ანუ სული წმინდა, რასაც სული წმინდა ჩაუჩურჩულებდა ყურში, იმას ამბობდა ქადაგებაში ბასილი დიდი. მინდა იმედი დავიტო ცოდვილმა, რომ ჩვენს დღევანდელ ლიტურგიაში მამა ივანესთან და გაბრიელთან ერთად სული წმინდა გვეჩურჩულებოდა
და თქვენს სარწმუნოებასა. და კურთხეული იყოს სახელი ჩვენი უფლისა, მამისა და ძისა და სული საწმინდისა, ას და მარადის და უკუნით უკუნისამდე. ამენ.